ევნენე მოაკვლევინეს მუხანათური ღალატი არგირასპიდების კორპუსის მხრიდან ფიქრობს რომ კი ეს ევნენე და მეფის პარტია მოვიშორეთ აქ აზიაში მაგრამ ეს ანტიგონი ძალიან ხვარძლიერდება ღალატი მოსულა რა ამათში ეუბნება რომ დაანებეთ ანტიგონეს ჩემსკენ გადმოდით გონია რომ ამის შესახებ ანტიგონემ არაფერი არ იცის ანტიგონე ტერორზე გადავიდა სტატუსით ესენ თანასწორნი არიან. ანტიგონე არის უკეთეს შემთხვევაში აზიის სტრატეგოს მეტი არც მეფეა, არც რეგენტია, არაფერი არა. და ამ დროს ეუბნება ზუსტად ის სელევკოსი ტოლემეს, რომ ჩვენ თუ ამას ხმელეთზე სადღაც ძმარი არ ვადინებთ, მოგვიგებს ომს. სომატოფილაკი ნიშნავს მეფის მცველს, ყველაზე გავლენიანი ადამიანი. პირველად დატოვა ეგვიპტე ტოლემე. 25,000 კაცით გადმოვიდნენ და მოვიდნენ ღაზასთან. კლეოპატრა ამ დროს 40 წელს გადაშორებულია უკვე, მაგრამ ყველა სჭირდება მისი ხელი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მოკლე გზა ტახტთან. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola. ბატონებო და ქალბატონებო, მოხარული ვართ კვლავ თქვენთან შეხვედრის მე და ისტორიკოსი გუბას სანიკიძე, რომელიც დროების YouTube არხზე უძღვება გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში და გადაცემათა ამ ციკლში ჩვენ ვსაუბრობთ კაცობრიობის და ცივილიზაციების ისტორიაზე, მიმოვიხილეთ ალექსანდრე მაკედონელის ეპოქა, ახლა ვსაუბრობთ დიოდოხოსების, ასე ვთქვათ, ეპოქაზე და იმ ძალიან დაძაბულ, დრამატულ, დაუნდობელ ბრძოლაზე, რომელიც გაიმართა ალექსანდრე მაკედონელის არაპირდაპირ და პირდაპირ მემკვიდრეებს შორისაც. სხვათა შორის წინა ჩვენი ლექცია ამ მხრივ იყო საკვანძო იმ გაგებით, რომ მეფეთა საქმე დამარცხდა, როგორც აზიაში, ასევე ევროპაში და მივიღეთ სურათი გამოსახულება, რომელიც აი ჩვენი დღევანდელი საუბრის ამ რუკაზე ნათლად ჩანს, როცა ანტიგონეს დომინაცია ჩანს მთელ სირიაზე და ასე ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელის მიერ დატოვებული იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილზე. მართლა ძალიან საინტერესო მოვლენების ეპიცენტრში ვარ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით დრამატული იყო ალექსანდრე მაკედონელის მდივნის ხო, ასე ეწოდებოდა. კი ბატონო, ევნენეს დაღუპვა კი არა, მოკლა, მკვლელობა, დამარცხება, შეიძლება ასე ითქვას. ადამიანის, რომელიც ბატონი გუბაზის შეფასების მიხედვით და რთული არ დაეთანხმო მას იმ აღწერილობისა და დახასიათების გათვალისწინებით, რომელიც მან ასე დეტალურად და საინტერესოდ შემოგთავაზა, იქნებოდა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და გონიერი მემკვიდრე ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრეობის განგების, ასე ვთქვათ, მაკედონელი რო ყოფილიყო? ბერძენი იყო. ბერძენი იყო. ვარ ზუსტად ამ საინტერესო ადგილზე და სანამ ბატონი გუბაზი განაგრძობს თავის საინტერესო თხრობას, ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთა, მინდა გთხოვოთ არ დაგეზაროთ და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი დროება YouTube, სადაც სხვა საინტერესო კონტენტსაც არაერთს ნახავთ და მოიწონოთ ეს კონკრეტული გადაცემა, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები, თქვენი სურვილები შემოგთავაზოთ, თქვენ იცით რომ ბატონი გუბაზი და მეც სისტემატურად ვადევნებთ აი ამ კომენტარებს და შეფასებებს თვალს და შეძლების დაგვარად საჭიროების მიხედვით რეაგირებთ ხოლმე, ასე რომ დავიწყოთ გუბას ანტიგონე, როგორც ჩანს, ყველაზე ძლიერად მოსჩა სამომენტო ციკლოპი. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ წინა ჩვენი მოგზაურობა შეეხებოდა დიდ დაპირისპირებას, რომელიც აღმოსავლეთში მოხდა, კერძოდ ანტიგონე ცალთვალასა და ევნენ კარდიელს შორის. ევნენე წარმოადგენდა მეფეთა საქმეს აზიაში, მაგრამ ახლა სამწუხაროდ ასე დამთავრდა. ევნენე მოაკვლევინეს გამარჯვებული ბრძოლა, სადაც მან გაიმარჯვა, გაბიენას ბრძოლაში გაიმარჯვა, მაგრამ მერე მოხდა მუხანათური ღალატი არგირასპიდების კორპუსის მხრიდან. და ამ არგირასპიდების ბედი ძალიან საინტერესოა, როგორი კი, აუცილებლად დღეს ვილაპარაკებთ და არგირასპიდებმა ეს გამარჯვებული თავის სარდალი გადასცეს დამარცხებულ ანტიგონეს.
იმ მიზეზით, რომ ანტიგონეს უნდა დაებრუნებია მათი დაკარგული სიმდიდრე და ცოლშვილი. არა და ეუმენა ეუბნებოდა არგირასპიდებს, რომ ერთი დღე მოიცადეთ და საღამოს თქვენი ცოლშვილი თქვენი იქნება, მაგრამ ახლა გამარჯვების მიყვანა ბოლომდე ცალკე ხელოვნებაც არის რა, როცა წარმატებას მიაღწევ და ვერ გამოიყენებ. ძალიან ცუდი ღალატი მოხდა იქ არგირასპიდების მხრიდან ეუმენეს მიმართ. და საერთოდ ეუმენეს ფიგურა დიადოხოსების დაპირისპირებაში მე რომ მკითხოთ ყველაზე ღირსეული, ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე მარტო. ეული იყო ეუმენ კარდიელი და მისი ერთადერთი დანაშაული იყო რომ ბერძენად დაიბადა. ის რომ მაკედონელი ყოფილიყო ეთნიკურად აბსოლუტურად სხვანაირად იქნებოდა ყველაფერი. იქ რამოდენიმე რაღაცა მოხდა, მაგალითად, როცა სარდეშის დედოფალ კლეოპატრას თხოვდა, რომ ის ჩადგომოდა მეფეთა პარტიას სათავეში, თუნდაც კლეოპატრას თანხმობა განეცხადებია და ეუმენეს მხარე დაეჭირა, შეიძლება სხვანაირად წასულიყო საქმე, მაგრამ ისე ვიმეორებ, ხა ისტორიას ეს გამოცანები და ვარაუდები არ უყვარს რა, რაც მოხდა. ჩვენ მივიღეთ 315 წელი არის ძვირფას მეგობრე, ეს არის წინა რუკები გახსოვთ ახლა როგორი სხვადასხვა ფერებად იყო დაყოფილი და ამბები ხო, მაგრამ აგერ ხედავთ წინა რუკაში ანტიგონეს ეკავა ეს ფრიგია. ახლა უჭირავს მთელი აზია. თითქმის. უკიდურეს აღმოსავლეთით ჩვენ ხედავთ უკვე ახალ ცვლილებას. მაურიების დინასტია, მაურიების იმპერია აძერი, ეს არის ინდოეთში მოხდა დიდი ცვლილება, ჩვენ შემდეგ ლექციაზე მოგვიწევს აუცილებლად ინდოეთში მიმდინარე პროცესებზე. ინდოეთში შეიქმნა ახალი დინასტია, პრინციპში ალექსანდრეს დიდის სიკვდილის შემდეგ 322 წელს ერთ წელიწადში 323-ში ალექსანდრე მოკვდა, 322 წელში ინდოეთშიც დიდი ცვლილება მოხდა, იქ ახალი დინასტია გაჩნდა, მაურიების დინასტია. კერძოდ მისი პირველი იმპერატორი სახელგანთქმული ჩანდრაგუპტა მაურია. ჩანდრაგუპტა მაურია. დიახ, ეს ნიშნავს, რომ მაკედონელის იმპერიის საზღვარზეც არის გადმოსული. უკვე მოვიდა და მანამდე როცა ალექსანდრე შევიდა, იქ დაშლილი იყო ინდოეთი. იქ ნამდვილის იმპერია შორს იყო, ასე შემდეგ, მაგრამ ესა გენიალური კაცი ინდოეთის კი არა და მე რომ მკითხოთ მსოფლიოს ისტორიაში ჩანდრაგუპტა მაურია, რომელმაც ინდოეთი გააერთიანა და დიდი იმპერია შექმნა და მე მისი შვილიშვილი აშოკა საერთოდ უგანათლებულესი მართველი იყო და აი ბუდიზმი გაბატონდა მაურიების დროს ინდოეთში. აქამდე ინდუიზმი იყო, ვედური რელიგია, ხო? ანუ აღმოსავლეთში დიდი ამ დიადოხოსების ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტის დროს აღმოსავლეთში დიდი ცვლილება მოხდა. სუსტი დაშლილი ინდოეთის ადგილზე გაჩნდა ახალი დიდი იმპერია, მაურიების დინასტია, ესა იმპერია, ასე ქვია. ჩანდრაგუპტა მაურია, დავი სანტრაკოტა ასე ეძახოდნენ ბერძნები. და ძალიან დიდ როლს ითამაშებს დიადოხოსების საქმეში ჩანდრაგუპტას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც გეოპოლიტიკას შეცვლის ამ დიდ ომში, რასაც დიადოხოსების ომი ქვია, ამიტომ წინასწარ არ გეტყვით, მე აუცილებლად მიხვდებით, რასაც გულისხმობ. ანტიგონეს უჭირავს მთელი ანუ ზედა და ქვედა სატრაპიები ანტიგონეს ხელში არის. ტოლემეს ხელში არის ეგვიპტე და ფინიკიის და სირიის მცირე ნაწილი, ლისიმაქე ისევ ტრადიციულად თრაკიაშია გამაგრებული და კასანდრეს უკვე უჭირავს მთელი ბალკანეთი. მაკედონია, თესალია, შუა საბერძნეთი და პელოპონესი. ასე დალაგდა ესა 315 წელი. საერთოდ ჩვენ ვიცით დიადოხოსების 4 ომი. პირველი ომი ჩვენ გავიარეთ, ეს არის
321-320 წლები, როცა პერდიკა ემსხვერპლა ნილოსზე რომ მოკლეს მის სიანებმა. ამას ვეძახით დიადოხოსების პირველ ომს, ანუ პირველი რეგენტის სიკვდილი და მეორე ტრიპარადისის გადანაწილებაზეც ვისაუბრეთ. მეორე ომიც გავიარეთ ჩვენ, ეს არის 319-315 წლები, ეს არის ომი ევროპაში და მეორე ემენეს კატასტროფა აზიაში და ახლა მივადეთ დიადოხოსების მესამე ომს. რა მოცემულობა გვაქვს? ანტიგონე არის გალაღებული რა. უპირატესობა აქვს დანარჩენ დიადოხოსებს. მას ყავს უზარმაზარი არმია, მას უკავია უზარმაზარი ტერიტორია და მას აქვს უზარმაზარი ფინანსები. ფაქტობრივად ყველა ძირითადი ხაზინა არაფერი არ აკლია ალექსანდრეს იმპერიის აღდგენას. აკლია ეგვიპტე, აკლია ბალკანეთი და ანჩენი რა სხვაობა. ეს არმენია და სომხეთი უკვე დამოუკიდებლად ვითარდება და ატროპატენა დამოუკიდებლად ვითარდება და აქ აღნიშნულია იბერები და კოლხები. ხო, პრინციპში ყველაზე ოპტიმალური რუკა ეს არის, მაგრამ აი მდინარეები და ეს გეოგრაფიული ტერმინები არ აწერია რა სამწუხაროდ. ნუ რა ვქნა ძვირფას მეგობრებო. ეს ჩვენი ბრალი არ არის და მე როცა ვინმე სპონსორი გამოგვიჩნდება, მე და გიორგის გვაქვს იდეა, რომ აი ჩვენს მიერ გავლილი ისტორიული რუკა, აი ძველი ანტიკური რუკა დაწყებული ძველი საბერძნეთიდან, ბერძენ-სპარსელთა ომებიდან, ალექსანდრიდან გავაკეთოთ მაღალ აკადემიური რუკა თავისი კომენტარებით ქართულ და ინგლისურ ენას. კი ბატონო, ამ ეტაპზე ვინც ყავს სპონსორი, იმას უთხრათ მადლობა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ბატონ თემურში დავახერხოთ თავის საერთოდ უნდა თქვა ახლა ეს არ არის რეკლამა, აქ ადამიანურ ურთიერთობებზეც არის საუბარი. ძვირფას მეგობრებო, 1 წლის განმავლობაში ჩვენ მუშაობდით მხოლოდ და მხოლოდ კეთილინებით და ახლა მოგეხსენებათ მარტო მე და მარტო გიორგი არა ვართ. ამ საქმეში ტექნიკური უზრუნველყოფა, ხა ეს ბიჭები, რომლებიც ასე უანგაროდ გვეხმარებოდნენ, ახლა რამდენი ხანი უნდა ყოფილიყო ასე ხო, მაგრამ ეს სულზე მოგვისრო თემურ ჭყონია. ეს რაღაც საბაზისოდ არის და გარდა ამისა, ხო, რომ ვარსებობთ, ეს არის თემურ ჭყონიას დამსახურება ძვირფასო მეგობრებო. აქვეა განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ჩვენს მსმენელებს, მაყურებლებს, რომლებიც თავიანთი მცირე დონაციებით შიგადაში, ასე თქვათ, გვეხიდებიან ხოლმე. ჩვენ ვფიქრობთ რაღაცა ისეთი ფორმის მონახვას. იდეები გვაქვს ძალიან ბევრი, მაგრამ აი წინ წაწევას გარკვეული რაღაცები ჭირდება. რომელიც მსურველებს ჩვენი როგორც შესაძლებლობების, ასევე მათი წვდომის განვითარების უფრო გააუადვილებს და მოსახერხებელს გახდის და ალბათ ამ სეზონის ბოლოს ამის თაობაზე უფრო მეტ დეტალს მოგაწვით აუცილებლად. თქვენ თავადაც ვისაც გექნებათ ეს იდეები, სურვილები, სიამოვნებით გავიზიარებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი გახდეს კიდევ უფრო მეტად დახვეწილი, ტექნიკურად, ვიზუალურად და მდგრადი იმისთვის, რომ ჩვენ ეს ტექნიკური შესაძლებლობა შევინარჩუნოთ. მადლობა, კუბას ბოდიში შეგიძლია გააკეთოთ. ხო და რა შეეხება ხა ჩვენ ისეთ ეპოქას გავდივართ, თვითფასო მეგობრებო, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ ეპოქაზე არაფერი არ აქვს. არც წიგნი, არც ნაშრომი, არც მონოგრაფია. აი ჩვეულებრივმა ქართველმა რომ მოინდომა სურვილი რომ გამოთქვას მოუნდეს რომ აი დიადოხოსების ეპოქაზე რაიმე წაიკითხოს ქართულად არ არსებობს. თვითფასო მეგობრებო, ჩვენ გავდივართ ახლა იმ სალექციო კურსს, რომლის შესახებ სამწუხაროდ საქართველოში არაფერი არ აქვს. ამიტომ ამ შემთხვევაში რაღაცა უნიკალურ გზას გავდივართ ახლა ჩვენ. ერწმუნეთ, ახლა ბევრისთვის შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივ ეპოქაა ეს დიადოხოსების ეპოქა და შეიძლება იმას მოიჩვენოს, რომ ცოტა გაიწელა, მაგრამ ნებისმიერი თემა აღწერთ და გავდივართ. ძალიან ბევრს ვამცირებ, ძვირფასო მეგო, ძალიან ბევრ ამას არ ვყვები და ვერ ვყვები, იმიტომ რომ არ მინდა რომ რაღაცა ისე გაიწელოს, რომ გარკვეულწილად უინტერესოც გახდეს, თორე აი ნებისმიერ ფიგურას, რომელსაც ვახსენებთ, ნებისმიერ აირჩიოთ, კიდათ ევმენი, ანტიგონე, კასანდრე, პტოლემე, რა ვიცი, მათი სარდლები, მათი მეგობრე, მათზე ცალკე ლექცია შეიძლება მოყვეს კაც.
მათ ცოლებზე, ქალებზე. ხო? არ ვიცი, პროვინციებზე, სატრაპებზე, აი ნებისმიერ ეს არის გრანდიოზული თემა. დიადოხოსების ეპოქა, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ აი ახლა წავიწიოთ წინ ქრონოლოგიას გავყვეთ, თორე ეს ცალკე თემა ნებისმიერ წინადადება ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ნებისმიერ წინადადებას, რასაც მე ვამბობ, იმ ერთ წინადადებას ცალკე ლექციაში შეიძლება გაკეთდეს. მაგრამ ეს არის ყველაზე ოპტიმალური და მაქსიმალურად შეკუმშული ძვირფასი. უახლოვდები თავად ამ ეპოქის დასასრულს და შემდეგ უკვე შეგვიძლია დავანონსოთ, რომ უკვე რომის ეპოქა დაიწყება. მერე იწყება რომის გრანდიოზული, ახლა რომს რა უპირატესობა აქვს ძვირფასი მეგობრებო, რომის შესახებ უფრო მეტი რამ ვიცით. ვიდრე თუნდაც დიადოხოსების ეპოქაზე, იმიტომ რომ მე გითხარ, წყაროები, ჩვენ პირდაპირ წყაროები ჩვენამდე არ არის მოღწეული. და ძველი წყაროების გამოყენებით, მოგვიანებით მერე ავტორები იყენებდნენ ამას და ამის მიხედვით. აი იგივე წელთაღრიცხვაც, ხო? როცა ვამბობ 315 წელს, ეს შეიძლება 314 წელი იყოს, იმიტომ რომ ამ ეპოქაზე ჩვენ არ გვაქვს მინიშნა, აი ვინ ჩამოგითვალეთ ავტორები, ისინი წლებს არ ასახელებენ და გამოთვლებით მუშაობენ ისტორიკოსები, ამიტომ არსებობს ორი წელთაღრიცხვა, ეგრეთ წოდებული მაღალი წელთაღრიცხვა, ერთი წლით ადრე და ეგრეთ წოდებული დაბალი წელთაღრიცხვა, ერთი წლის მერე. მე ვიყენებ მაღალ წელთაღრიცხვას. ანუ ერთი წლით ადრე, რომ რაც ხდება, ხო? ბევრ რამე დაუზუსტებელია, ბევრ რამე თქვათ თავარი ავტორები და 4 ავტორია, თუმცა ბევრია სხვებიც, ხო, ვისგანაც ვიცით ამ ეპოქის შესახებ. ამ 4 ავტორიდან მაგალითად რაღაც მოვლენები არის ერთს რო აქვს მარტო მოხსენებული, მაგრამ დანარჩენ 3-ს არ აქვს. ამიტომ საკმაოდ რთულია და მე როცა ვყვები ამ ამბავს და გიყვებით ამ ამბავს, აი მაქსიმალურად მაქვს გასალაშინებული ვერსიები, იმიტომ რომ ახლა ვერსიები რო დავიწყოთ, საერთოდ დავიკარგებით უღრანში. ამიტომ საკმაოდ შრომატევადი სამუშაოები მაქვს მე პირადად გაწეული, რომ რაღაც ერთი სახე მივცე. ეს ჩანს კიდეც და აფასებ ჩვენის მენეჯმენტი და მნიშვნელოვანი და რა ნაკლებ მნიშვნელოვანი, ამის არჩევანით ცოტა რთულია. ოღონდ ამაშია შენი როგორც ისტორიკოსის როლიც, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შენ გააზრებული გაქვს, შემოწმებული საკუთარი ვერსიების არგუმენტები გაანალიზებული და ამის სიღრმეებში აღარ შევდივართ ხშირად, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან დიდ დროს აიღებს. ხო, იმიტომ რომ მე ჩვენ ახლა ამ შემთხვევაში ბატონ გიორგი საქმე გვაქვს ჩვეულებრივ მაყურებელთან, რომელსაც აქვს ინტერესი, წყურია რომ რაღაცები გაიგოს, მე რაღაცა გავიგეთ, რომ ალექსანდრეს დედა ოლიმპიადა ჩაქოლეს. ძალიან ცოტა მიცოდა ამის შესახებ, ტრაგიკული დასასრული ქონდა, ხო, მაგრამ ახლა მე რომ სტუდენტებთან ვიყო, მე ასე არ მოვყვები ამას და სხვა რაღაცებს მოვყვები, იმიტომ რომ სტუდენტი სპეციალისტი უნდა გახდეს, ხო, მაგრამ ახლა როცა აუდიტორიასთან აქვს, ფართო აუდიტორიასთან ურთიერთობა, მას გამარტივებული, ადვილად გასაგები და ქრონოლოგიაზე აწყობილი ინფორმაცია უნდა მიაწოდო, თორე ახლა ერთ რაღაცას რო გავყვე, დავიკარგებ. კარგად მივდივართ მე. ხო, მე ვფიქრობ, რომ კარგად მივდივარ და მაქსიმალურად ახ გეოგრაფიითაც არ მინდა დაგვტვირთოთ ახლა მე თვითონაც შევატყე ახლა საბერძნეთში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები შეიძლება ნაკლებ საინტერესო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი ახლა ვინ როგორ რანაირად და რომელი ქალაქი სად გადავიდა და გადმოვიდა, ამიტომ რაღაცებს ვამცირებ ხოლმე. კარგი. იგი ჩვენ ავართ უკვე ევმენე კვდარია, სამეფო საქმე დამარცხდა როგორც ევროპაში, ისე აზიაში. აზიაში ბოლომდე დამარცხდა, მაგრამ ევროპაში მაინც ნაფლეთები არის დარჩენილი. და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აფრიკაშიც, იმიტომ რომ აფრიკაში კაიხანე დაღუპული იყო, რაც პტოლემე ჩავიდა იქა უკვე. პტოლემე დგას გაღმერთების გზაზე. ჯერ ფარაონი უნდა, ჯერ არც ერთი მეფე არ არის, ჯერ არც ერთ გვირგვინი არ დაუდგამს, იმიტომ რომ ერთი მეფე ალექსანდრე მეოთხე პატარა ბიჭი ჯერ კიდე ცოცხალია. მიუხედავად იმისა, რომ კასანდრეს გამოკეტილი ყავს ამფიპოლისში, აი აქ არის ამფიპოლისი
დედამისთან ერთად უკაცრავად ფაქტობრივად შიდა ტყვეობა იზოლაციაში არის ბავშვი ადამიანებს ვერ ხე რა ხდება გარეთ არ იცის ანუ კაც ტყვეობაში ყავს არგიადების დინასტიას უბედურება დაემართა ყველა ძალადობით არ იკვდარი ოლიმპიადაც ფილიპე არიდეოსიც ევრიდიკაც კლეოპატრა ალექსანდრე დიდის და ჯერ ცოცხალია და დღეს ვილაპარაკებთ მის ბედიღბალზე 40 წელს გადაცილებული ქალბატონია, ქვრივია და თესალონიკა ალექსანდრეს ნახევარ და ხო ბევრი თვლის რომ ძალით მოიყვანა კასანდრემ ცოლად თესალონიკა არა გავს ამას ახლა ძალით რომ მოიყვანა რაღაც არ ვიცი ახლა სადაო თემა არის აი ეს არის მთელი ოჯახი მეტი არა ხო გაბიენაში გაიმარჯვა უფროსორად გაბიენაში დამარცხდა ბრძოლაში ანტიგონე მაგრამ არგირასპიდებმა გაუგონარი ღალატი ჩაიდინეს თავის გამარჯვებული სარდალი ევმენე გადასცეს დამარცხებულ ანტიგონეს ამ ბრძოლის შემდეგ ანტიგონე გახდა აზიის მმართველი ხე ზამთა გამოსაზამთრებლად მიდიაში დაბრუნდა ანტიგონე გაბიენა იყო პერსიდასა და მიდიას შორის სადღაც თანამედროვე ისპაჰანთან ახლოს ეს ბრძოლის ველი ლოკაცია რთულია ძალიან დაბრუნდა მიდიაში გამოსაზა ჯარი ახალ ზამთარში ვერ ომობს ხო და ეგრეთ წოდებულ ზამთრის ბინებში გადაანაწილა ზამთრის ბინები ნიშნავს რომ გაშლილია ჯარი სხვადასხვა ნაწილებში შეიძლება იყოს რამოდენიმე ათეული კილომეტრი დაშორება, იმიტომ ქალაქებში, სოფლებში, იქ სადაც აჯმელი, იქ სადაც სითბო და ასე შემდეგ. პირობითად შეგვიძლია დემობილიზირებული. ხო. ასე თამაშებიდან გამოზამთრება, ჯარის გამოზამთრება, ნუ ხო, კონცენტრირება არ არის. ჯარისკაცები თვებიან და ჭამენ, რომ და ელოდებიან გაზაფხულს. სამხედრო მოქმედებები იწყება და ადრე ყოველთვის ასე იყო, ლამის დღესაც ასე არის თითქმის. სახმელეთო ოპერაციებს ჭირდება სითბო. ზამთარში იყვნენ რამოდენიმე გიჟი გადარეული სარდალი, რომელსაც ზამთარში გადაყავდა თავის ჯარები, მაგალითად ალექსანდრე ინდუყუშზე ზამთარში გადაიყვანა ჯარი. ადრეულ გაზაფხულზე, მაგრამ ეს ანტიგონე ეკბატანაშია და ალაგებს ზემო პროვინციების საქმეს გამარჯვებულია. უნდა დაალაგოს ახლა მან ეს ზემო პროვინციები, ანუ ირანული პროვინციები. ვიღაცები დატოვა თანამდებობებს, მაგრამ ვიღაცები გამოცვალა გიორგი. მასთან ერთად არის პითონი, რომელიც მისი მოკავშირე იყო მთელი ამ ევმენესთან ბრძოლაში, მიდიის სატრაპი პითონი. ისიც გამარჯვებულია ანტიგონესთან ერთად. და ანტიგონეს პარტიაში ეს მეორე ფიგურაა პითონი, მიდიის სატრაპია, ბრძოლაში გაბიენას ბრძოლაში თავი გამოიჩინა, მისმა მხედრებმა, მიდიელმა და სპარსელმა მხედრებმა აიღეს ის ბანაკი, სადაც არგირასპიდების ქონება და ცოლშვილი იყო, ამიტომ პითონი და თან არ დაგავიწყოთ, პითონი ერთ-ერთი მცველია დიდი მეფის, ანუ სომატოფილაკი. სომატოფილაკი ნიშნავს მეფის მცველს. 7 კაცი იყო ასეთი, მცველები კი ერქვათ ხალხო, მაგრამ ესენი იყვნენ ელიტის ელიტა, ყველაზე გავლენიანი ადამიანები, რომლებსაც ვიმეორებ მეფესთან იარაღით შესვლის უფლება ჰქონდათ დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. მათი გაჩერების უფლება არავის არ ჰქონდა. ერთ-ერთი სომატოფილაკი არის. მაგრამ ხდება რაც მოსალონელი ახლა ჟანრის ცვლილება არ ხდება, ახლა პითონი ფიქრობს, რომ კი ეს ევმენე და მეფის პარტია მოვიშორეთ აქ აზიაში, მაგრამ ეს ანტიგონე ძალიან ხვარძლიერდება. ანტიგონე ეკბატანაში ზის და ძალიან მასპინძლობს უკვე რა.
პითონის პროვინციაში ზის და იქცა როგორც მასმინძელი. ამიტომ პითონმა დაიწყო ახლა საერთოდ ეს პითონი შემჩნეული იყო ასეთ ორგულობებში, გახსოვთ თქვენ, როცა პერდიკამ დაავალა ფაქტორიდან წამოსული ბერძნების გაჩერება. მაშინ ბერძნების გადაბირება უნდოდა მას და მაშინ მაკედონელებმა ღამით ამოწყვიტეს ის ბერძნები, ხო? ამიტომ პითონი არ ითვლება მანდამაინც პატიოსან კაცად, იმიტომ რომ ღალატი იცის, პერდიკასაც უღალატა ნილოსზე, როცა პითონმა ფაქტიურად ოფიცრობა ჩახსნა პერდიკას ბანაკში და უარი თქვა და მორჩილებაზე და ბრძანების შესრულებაზე. ამას მერე მოყვა ღამე შევიდნენ ანტიგენე, არგირასპიდების სარდალი და სელევკოსი და რამოდენიმე სარდალთან ერთად დაჩეხეს იქ პერდიკა. ღალატი მოსულა რა მათში რა. პითონი არ არის სანდო პირი. პითონი რა შევა ამ გამოზამთრების დროს ამდენს ანტიგონე ალაგებს და ნიშნავს და ხსნის ზემო პროვინციების სატრაპებს, ვიღაცები შეიწყალა, ვიღაცები დატოვა, ვიღაცები გამოცვალა, ხო ახლა არ აღერს ახლა ამაზე საუბარი ვინ დატოვა, ვინ გამოცვალა. მან დაიწყო ასეთი რაღაცა პითონმა ანტიგონესგან საიდუმლოდ. ამ ქალაქებში და დიდ სოფლებში, დაბებში ხო არის სამხედრო ნაწილები გადალაგებული. რაღაც სამხედრო ნაწილი რო არის, თქვა სოფელში. იქ ერთი შენაერთია, მაგალითად ერთი ლოხოსი, ან ერთი ილა მხედრების, ხო? იქ თავის მეთაურთან ერთად არიან ეს ჯარისკაცები და ზამთარში თვებიან და ჭამენ და სვამენ და ისვენებენ, თან დასვენებაც არის. ამან დაიწყო ასე, პითონმა თავის ხალხის დაგზავნა დაიწყო ამ მეთაურებთან და ეუბნება, რომ დაანებეთ ანტიგონეს, ჩემსკენ გადმოდით. ჩუმად აკეთებს ამას. პირდება ოქროს. ახლა ოქროს რო პირდება, ამის საშუალო მას აქვს, იმიტომ რომ ეკბატანაში დიდი ქონება არის. ერთ-ერთი საბანკო ქალაქი. ასეთ საბანკო ქალაქები იყო კინდოსი, სუზა, ეკბატანა, ამბობენ რომ ბაქტრაშიც იყო, ოღონდ ამდენი არა. თავის დროზე ტიროსშიც იყო და სარდეში. და ტოლემეს თავის ბანკი აქვს იქ ეგვიპტეში. როცა ეს ასეთ პირობებს გასცემს ამ მეთაურებთან, სამხედრო მეთაურებთან, ის ეუბნება, რომ ამდენს მოგცემთ. ოქროს ჯარისკაცებზე დაგირიგებთ, ხელფასებს გაუზდი, საჩუქრებს მიიღებთ და გადაბირება დაიწყო. გონია რომ ამის შესახებ ანტიგონემ არაფერი არ იცის. რა თქმა უნდა, ანტიგონე საკმაოდ სარისკო თემა არის ეს რა, ახლა ჯარის გადაბირება თან ანტიგონეს ჯარეს, ციკლოპის. ანტიგონესთან მივიდა ეს ამბავი, მაგრამ არ შეიმჩნია ამან. როცა მიუტანეს ეს ამბავი ვიღაცებ ანტიგონემ ამ ვიღაცებთანაც კითხვა, რომ ესო ტყუილი არისო, ნუ აბრალებთ ამ პითონსო რა. ჩემი ერთგული არისო და აფერ ცუც არ აკეთებსო და მე საერთოდ მაგის დაწინაურება მინდა. ანუ ქმნის ერთგულების ლეგენდას, რომ არ მჯერა მე პითონი ამას როგორ იკადრებს. პითონთან რომელიც დადის ასე გარნიზონებში და ვიღაცებს ხვდება, პითონთან აგზავნის თავის კაცს ანტიგონე, რომ ჩამოდი ეკბატანაში, საქმე მაქვს შენთან, გაზაფხულზე მე უნდა გავიდე. იდიაში დიდხანს ვერ გავჩერდები, ხო? აქეთ ახლა ეს ტოლემე, კასანდრე და ლისიმაქე რაზიზავენ გაჩვირმარცეს. ხო? კი, ევმენე და მეფის პარტია დაამარცხეს, მაგრამ ახლა ყველა ვარიანტში ამათ შორის. ოლიმპიური სისტემით მიდის გავარდნა. წაგე გავარდი. ფეოლას ამბავია რა. წაგებული ვარდება. ხო, თავსაც არის. ხო. ეს არ არის ლიგა რაღაცის, რო ქულებით და წაგე იღუპები როგორც ეს ფიზიკურად ნადგურდები. ხო? ამიტომ ანტიგონე უგზავნის პითონს, ჩამოდით, დავილაპარაკოთ რა. შენ აქ უნდა დარჩე, მიდიაში და რაც თავარია,
ამ შეთვლაში წერია, რომ შენ იქნები ზემო სატრაპიების სტრატეგოსი, ანუ ზემო სატრაპი ირან შენ გაბარებ. და გიტოვებ კიდე 5000 მაკედონელს და 1000 თრაკიელს, ეს ახლა დიდი საჩუქარია. ჯარს გიტოვებ და ეს ჯარი შენი იქნება და აკონტროლებ ყველაფერს შენ და მე უნდა წავიდე რა. დასავლეთისკენ ჩამოვიდა. ვითონი მიხვდა რომ ესე იგი ეჯვი არ აქვს ჩემზე და ესე მეგობრობას მეფიცება და ზემო სატრაპიებს მე მიტოვებს და საერთოდ თუ წავა მერე მე ვიცი. ანტიგონეზე ნაკლებიც ჩვენ შორის. ჩამოვიდა ეგ ბატონა, დაიჭირა. ანტიგონემ ერთი ცვლილება მოახდინა თავის ჯარში. აქამდე ყველა გადაწყვეტილებას სჭირდებოდა ჯარის ლეგიტიმაცია, ხო? ჯართან უნდა გაიტანო. ანუ ეს მიხვდა ჭკვიან კაცი, რომ ჯართან საქმის გადავა პრობლემურია. შეიძლება იჯარი შენ საწინააღმდეგოდ წავიდეს. ამიტომ მან შემოიღო ეგრეთ წოდებული სარდალთა სინედრიონი. მცირე საბჭო. სარდლები არიან. იქ სატრაპები ჩედიან და სამხედრო მაღალი წოდების სამხედრო ოფიცრებს სინედრიონი შექმნა, სამხედრო საბჭო შექმნა. ამ სინედრიონზე გამოიტანა ამბავი და ითონი არის მოღალატე. აი ასე ჩალიჩობს ჩემი სამხედრო ნაწილების გადაბირებას. ეს თვითონ ჩამოსული. ჩამოვიდა დაიჭირა ამა. დაატყვევა ეგ ბატონაში თვითონი და გამოიტანა სინედრიონზე სარდლებთან, რომ აი ასე იქცევა. სარდლებმა სინედრიონმა გამოიტანეს განაჩენი, სიკვდილით დასჯა და მოკლა თვითონი. დასაჯეს სიკვდილით. დასაჯეს მისი მომხრეები. ვიღაცები წააკლეს ანტიგონე. სოთეშოვის მანამდე გაბიენას ბრძოლის შემდეგ მან ორი ძალიან სერიოზული კაცი დასაჯა სიკვდილით. ანტიგენე დასაჯა არგირასპიდების სარდალი სიკვდილით. ჩვენ წინა ლექციაში ვილაპარაკეთ, იქ ცოტა გაურკვევლად იყო საქმე. ანტიგენე აპირებდა გახსოვთ შეთქმულება რო იყო, რომ ჯერ ევმენეს მოვაგებიოთ ბრძოლა ანტიგონესთან და მერე ევმენე მოვკლათ. მაგრამ მერე სხვა რაღაცა მოხდა ტევტამოსმა წააქეზა არგირასპიდები და ანუ ანტიგენე სიკვდილით დასაჯა მანამდე გაბიენას ბრძოლის მერე და კიდე ევდემოსი დასაჯა ინდოეთის გადმოღმა ინდოეთის სატრაპი. იმიტომ რომ ის ევმენეს მხარეზე იყო, იმან გააფრთხილა მაშინ ევმენე. ეს სამი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი დასაჯა ამას სიკვდილით. ანტიგონე ახლა აქამდე როგორ იყო იცი? დამარცხებულებს არ ხოცავდნენ მას. არა, ამან დაიწყო ხოცვა-ჟლეტა და რაც მთავარია, პრეცედენტი იქნა დაშვებული. დიდი მეფის ალექსანდრეს სომატოფილაკი, ანუ მცველი დაისაჯა სიკვდილით. თვითონი მცველი იყო, იმ 7 თაგანი. იმ 7-ს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა. ანუ წითელი ხაზი გადაილახა მორე. მერე სიკვდილით დასაჯა არგირასპიდების კორპუსის სარდალი მანამდე და ევდამოსი კიდე სატრაპი გადმოღმა ინდოეთის. ანტიგონე ტერორზე გადავიდა. სტატუსით ესენ თანასწორნი არიან. ანტიგონე არის უკეთეს შემთხვევაში აზიის სტრატეგოსი, მეტი არც მეფეა, არც რეგენტია, არაფერი არ არის. სინედრიონმა ამას ხარი დაუჭირა და ახლა ეგ პატარნაში ეს დიდხანს ვერ გაჩერდება, ხო, მიდი და უნდა წამოვიდეს დასავლეთ ზღვაზე, უნდა გამოვიდეს, იმიტომ რომ ეს მგლები, სამი მგელი აგერ არის ჩასაფრებული. კასანდრე, პტოლემე და ლისიმაქე. დიდხანს ვერ გაჩერდება, ხო. ვისტოვებს ახლა ორი ცნობა გვაქვს ერთმანეთის გამომრიცხავი, ახლა ამას ვერაფერ ვერ მოუხერხე. იმიტომ პარალელური ცნობები ერთმანეთის გამომრიცხავი. ერთი ცნობით მან დატოვა მიდიელი ორონტობატი, მიდის სატრაპად. და დაუტოვა 3500 მაკედონური წესით გააწვრთნილი აზიელი. მაგრამ მეორე ცნობა არის, რომ დატოვა ნიკანორე. მაკედონელი ნიკანორი
რომელსაც ასევე მან მისცა წოდება ზემო სატრაპიების სტრატეგოსის. ითორე რაზედაც ოცნებობდა, ამ ნიკანორს მიცა, თავის კაციდან. უფრო როგორც ჩანს ნიკანორია დანიშნული. იმიტომ რომ ეს ორონტობატი არა ჩანს და მე ნიკანორი ჩანს. ხო. ნიკანორი და 316 წელს ხო, გაზაფხულზე წამოვიდა პერსიდაში. სამხრეთ წამოვიდა, მაგრამ ეკბატანადან მან წამოიღო 5000 ტალანტი. ეკბატანაში იყო საცავი დიდი. ამოვიდა პერსიდაში ჩამოვიდა. ახლა აქ არის პერსიდა. თვითონ მეგობრებო, აქ სატრაპი არის პევკესტა, ესეც სომატოფილაკი არის, ყოფილი ალექსანდრესი და ეს ის პევკესტა, რომელმაც მალებთან ბრძოლაში ალექსანდრეს ფარი გადააბარა. ხო, ეს ძალიან დაფასებული და სპარსელებს უყვართ, იმიტომ რომ პევკესტა გასპარსელდა და ვარქვათ ასე, სპარსული ისწავლა და სპარსული ცხოვრების წესი მოწონს, რატომაც არა. სპარსელებს უყვართ პევკესტა, ხო. ჩამოვიდა ახლა იმაში, რა ქვია, პერსეპოლიში. მაგრამ აქ აკეთებს რას? ანტიგონა პევკესტა გადააყენა. პევკესტა რაკნა? გადააყენა სატრაპო. გადააყენა. ეს ის პევკესტა, რომელიც გაბიენას ბრძოლის მეორე დღეს ეს ანტიგონის მხარეზე გადავიდა. გადააყენა, მაგრამ არ მოუკლავს, მაგრამ უთხრა ჯარში იქნები, სარდლად იქნები. ასკლეპიოდორე დანიშნა, ვინმე ასკლეპიოდორე, როგორც ჩანს მაკედონელია პერსიდის სატრაპად. ანტიგონა დიდხანს ვერ გაჭირდება, მაგრამ საინტერესო რა ამის შემდეგ პევკესტას შესახებ ჩვენ ინფორმაცია აღარ აქვს. ერთი ვიცით, რომ სატრაპობა წაართვა და ჯარში გადაიყვანა რაღაც სამხედრო თანამდებობას. მერე ის არსად აღარ აჩვენს. ამიტომ არ არის გამორიცხული, სადღაც გზაში მოაკვლევია, ან დაიღუპა, ან ამიტომ აღარ აჩანს პევკესტა. ანუ ძველი ავტორიტეტების სისტემური განადგურების პოლიტიკას მიყვება რა. ანუ მოთიბვა ალექსანდრეს კადრების გათიბვა დაიწყო. კი. თანასწორები აღარ უნდა იყოს. არა, უკვე იქცევა როგორც მონარქი. ამზადებს თავს. ორი სომატოფილაკი, ერთი მოკლა, მეორე გადააყენა. კარგი. გამოვიდა ახლა. ხო, ჩვენ რაც ვიცით კიდე, ესე იგი წამოვიდა, დიდხანს აღარ გაჩერდა, ამოვიდა სუზაში. აქაა პერსეპოლის დაახლოებით და ეს სუზაში გადმოდის. სუზიანა ძველი ელამი. გადმოვიდა, გამოიარა ეს სპარსეთის კარიბჭენი. სუზას მოუახლოვდა, ახლა სუზა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საბანკო ქალაქი. აქ არის 20,000 ტალანტი. მიდიიდან ეკბატანოდან 5,000 ტალანტი წამოიღო. თან. მოუახლოვდა სუზას, ახლა სუზას გაგახსენებთ. როცა სუზას მიადგა, როცა ევმენეს მოსდევდა. სუზაში მაშინ ევმენემ ერთგული სარდალი ქსენოფილე დატოვა ციტადელში, სადაც ინახებოდა სიმდიდრე და ქსენოფილეს დაავალა მაშინ ევმენემ, გაგახსენებთ, რომ გარეთ არ გამოხვიდე, ბრძოლაში არ ჩაერთო და დაიცავი ბოლომდე საჯურჭლე. და მაშინ როცა მისდევდა ევმენეს ანტიგონე, ამ ციტადელის ალყა დაავალა სელევკოს, ბაბილონის სატრაპს. და სელევკოს დატოვა იქა ჯარით და დაევალა, რომ ქსენოფილე დაამარცხე, აიძულე, რომ სუზა ჩაგვაბაროს და თუ შენ ამას მოახერხებ, ეს ერთი წლით ადრე ეუბნება ანტიგონე სელევკოს. თუ შენ სუზას აიღებ,
სუზიანა და სუზა თვითონ ქალაქი შენი იყოს. ანუ სელევკოს რომელიც არის ბაბილონის, აი ზუსტად ხაზა, ბაბილონის სატრაპი, აი ამას სუზიანასაც დაგიმატებ. თუ აიღებ ქალაქს. მერე დაედევნა სელევი მას რა ქვია. ევმენეს, მერე ევმენემ რომ დაამარცხა, მაშინ მიდიაში წავიდა, მერე უკან მოbrunდა, ახლა აღარ გავიმეორებ რა. ანუ ეს სუზა შეპირებული არის სელევკოსს, ანტიგონე. და ანტიგონე მართლაც, მოახერხა როგორ იცი, როცა ამ ქსენოფილემ ევმენეს მიერ დატოვებულმა სარდალმა გაიგო, რომ ევმენე მოკლეს იქ გაბიენას მერე ჩაბარდა იმას სელევკოს, ჩააბარა ეს სუზას ციტადელის ხოთაშორის ეს ქსენოფილე მაგრად იცავდა თავს, მაგრამ მე როცა გაიგო ახლა ევმენე მოკვდა თამაში დამთავრდა? ხო, სელევკოს ჩააბარა და სელევკოსმა მიიღო ხოთაშორის ბაბილონში ყავდა ეს ქსენოფილე, მაგრამ ახლა მოდის ეს ანტიგონე პერსეპოლისიდან გამოვიდა. იქ ასპიზი, სპარსელი ასპიზი, ხო, და მოყვება კიდევ ერთი სპარსელი ასპიზი, საინტერესოა. სუზაში რომ უახლოვდება სუზას, სელევკოს ჭკვიანი კაცი იყო, უკვე ხვდება, რომ ანტიგონე გაიგო პითონის მკვლელობა და გაიგო, რომ პევკესტა გადააყენა. ახლა სელევკოს ფიქრობს, რომ ეს არის აი ყველას არავის არ დაგვინდობს ჩვენ. ამიტომ ამ ქსენოფილეს დაავალა ასეთი რამე, რომ ამან ხო ჩააბარა სუზა მას რა ქვია სელევკოს, მაგრამ სელევკოს ეუბნება, რომ მოგიახლოვდება ანტიგონე ჯარით, დახვდი გზაში, ჩააბარე სუზას კლიტენი და გადაეცი ისა ბანკი. ანტიგონეს მიეცი. მე აფეშვაში არა ვარ. რო ეჭვი არა იყოს ამან, რომ რას ქვია სელევკოსი და პატივი გამოხატე მის მიმართ, იმიტომ რომ გაგიჟებულია ხო უყურებ. ხოცავს ყველას და ხსნის ყველას. და სელევკოსის დავალებით ქსენოფილე შეხვდა გზაში ანტიგონეს და გადასცა სუზას კლიტენი. ანტიგონეს პატივმოყვარეობა უნდა დაკმაყოფილდეს და ეს ოქროც გადასცა მთლიანად რა. 20,000 ტალანტი. ამას დავუმატეთ 5,000 ტალანტი, ეგ ბატონიდან წამოღების 25,000 ტალანტი აქვს უკვე ანტიგონეს სუზაში. სუზაში მან დასვა სპარსელი ასპიზი. ხოთაშორის ალექსანდრესავით იქცევა. აზიელებს აწინაურებს. და წამოვიდა ბაბილონისკენ, სუზაში დიდხანს არ გაჩერდა. 25,000 ტალანტით მოდის და ატვირთული საზიდრები, ამ ოქროთი და ვერცხლით მოდის ბაბილონისკენ, სელევკოსთან მოდის. 22 დღეში ჩამოვიდა ბაბილონში და სელევკოსი გაეგება გარეთ ანტიგონეს. ანტიგონე შევიდა ბაბილონში. იქცევა, ყველგან იქცევა როგორც მასპინძელი. აქ მოხდა ერთი ამბავი. აშკარად ჩარზე ანტიგონე სელევკოს უნდა რაღაცა მოუწყოს და მოიშოროს ისე, როგორც პითონი და პევკესტა. საბაბი ჭირდება. საბაბი ჭირდება, ახლა როცა გჭირდება საბაბი მონახვას რა უნდა. იქ მოხდა ასეთი ამბავი, სელევკოს მოუვიდა კამათი ანტიგონეს ერთ-ერთ სარდალთან. ამბობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენა ამ სარდალს. ანტიგონემ დაიბარა სელევკოსი და უთხრა, რომ შენ რატომ მიაყენა შეურაცხყოფა ჩემს სარდალს. იმან რაღაც მიზეზი მოიყვანო, ეს მოიქცა, ასე მოიქცა, არ ვიცი და მიზეზი რა იყო. ანტიგონემ უთხრა, ჩემთან მოსულიყავ, რატო არ მითხარებნა? შენ არ ქონდა უფლებაო ჩემი სარდლის შეურაცხყოფის. სელევკოსმა უკვე გამოხატა პროტესტი, რომ შენ ჩემი უფროსი არ ახარ და მე არ მევალება, რომ შენთან მოვიდე. მაგრამ სელევკოსი ყველაფერს შვება, რომ ანტიგონე გავიდეს და წავიდეს ამ ბაბილონიდან. ავიდეს იქ დასავლეთით, ზღვის სანაპიროსკენ. უშორება უნდა ამეს. ეს კონფლიქტი არ იყო ჩამცხრალი, ამ სარდლის შეურაცხყოფის გამო კონფლიქტი.
ანტიგონემ სელევკოს მოთხოვა მაჩვენე ერთ შენი სატრაპიის შემოსავლები და ხარჯები. გესმის შენ? ბუღალტერია ხო, ბუღალტერია ერთი მაჩვენე. მე როგორც მეფე ისე იქცევა რა. ამ შემთხვევაში უკვე სელევკოს მოთხოვა ანტიგონე შენ უკვე გადადიხარ ზღვარს, შენ ჩემი უბროზე არ ახარ. მე სატრაპიას ტრიპარადისის შეთანხმებით შემხვდა და არსად ჩვენ იქ არ დაგვითქვია რომ ვიღაცა ვიღაცის მიმართ ანგარიშვალდებულია და რა ხარჯები, რის შემოსავალი, საიდან? არა, უნდა მაჩვენო. და სელევკოს მიხვდა ერთ რამეს, რომ მე ახლა აქედან თუ არ წავედი, ეს მიმაყოლებს პითონს რა. ან უკეთეს შემთხვევაში პევკეს დასავით მომექცევა, თავის ჯარში გადამათრევს და აქ ვიღაცა თავის კაცს დანიშნავს. ამის ატანა არ შეიძლება უკვე რა. ეს უკვე არის გათავხედებული ანტიგონე. რა შვება სელევკოს? 50 მხედრით, გვიან, ღამით გაიპარა ბაბილონიდან. საწავიდა. აიქცა პტოლემესთან. თავის მეგობართან. ახლა ესე ყველა მეგობრები არის ერთმანეთის. არ დაგაბნიოთ ამ შეფასება. წავიდა პტოლემესთან, წავიდა. ავაგრძელებთ ახლა მე ახლა ანტიგონე მიხვდა ერთ რამეს, რომ მან დაუშვა საბედის წერო შეცდომა, რომ სელევკოსი გაექცა. ცოცხალი გაუშვა სელევკოსი. საერთოდ ანტიგონეს პერსონა არ ძალიან საინტერესო ახლა მე გითხართ კიდევაც და ხშირად ვახსენებ ხოლმე რომ ესენი ძალიან უჯერებენ წინასწარმეტყველებას, მისნებს, ამბებს. ანტიგონესთან სხვათა შორის მივიდნენ ბაბილონელი ქურუმები და უთხრეს რომ სელევკოსი თუ გაგექცა მერე ის იქნება აზიის მმართველი. ახლა ანტიგონეზე არის საუბარი, რომ ანტიგონე იყო ერთადერთი გამონაკლისი ამ დიადოხოსებში, რომელსაც ამათი არ ჯეროდა. წინასწარმეტყველების, იმისი, ამისი არ ჯეროდა. ძალიან პრაგმატული კაცი იყო ეს ანტიგონე. მაგრამ ну გასაგები ახლა გაექცა. ახლა მიხვდა რომ ეს რო ჯავა პტოლემესთან იმას გაახელებს. მე პტოლემე დაუკავშირდება კასანდრეს, იდეაში ლისიმაქეს და ну ახლა რახან მე ვარ ყველაზე ძლიერი ესენ ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდებიან. ამიტომ დიდხანს ვერ გაჩერდება ეს ბაბილონში რა. ბაბილონში ისტოვებს პითონ აგენორის ძეს. ორი პითონი ყოლდა, ხო გახსოვთ, ერთი მიდიაში და მეორე გადმოღმა ინდოეთის სატრაპი იყო თავიდან. მერე ევდემოსი იყო. ეს პითონ აგენორის ძე დატოვა ბაბილონში. ანტიგონე ამოვიდა მოდის დასავლეთისკენ. სხვასთან დამოვიდეს. სასრაფოდ, იმიტომ რომ ჯარით უნდა იყოს აქ, რომ ამათმა რაღაცა არ გაბედონ. ამ პტოლემემ არ დაიკავოს კილიკია, არ დაიკავოს სირია, ისინი არ გადმოვიდნენ. იმიტომ რომ სელევკოსი გაექცა და სელევკოსი ავტორიტეტია იმათთვის და სელევკოს არგუმენტები აქვს, რომ ეს անტიგონე ჩვენ დავწყვიტავს უყველას ერთად და ცალ-ცალკე. თან ქნა ეს ორი სომატოფილაკი, ერთი მოკლა, მეორე ჩახსნა. არა ხდება მეფეთა ბანაკში, მეფეთა საქმის ბანაკში, მეფეთა საქმე დამარცხდა, ხო? მაგრამ აქ არის ნაფლეთები დარჩენილი. ეს აუცილებლად უნდა ვთქვათ. ვინ არის მეფეთა ბანაკში დარჩენილი? თვითონ არგიადებიდან ცოცხალი არის დარჩენილი ალექსანდრე მეოთხე, რომელიც ბავშვი, რომელიც ტყვეობაში ყავს კასანდრეს. მეორე ესაა პოლის ფერქონტი, რომელიც თავისი ჯარის ნაფლეთებით ეტოლიაშია გამაგრებული. მისი შვილი ალექსანდრე კიდევ გამაგრებული არის აკროკორინთოში. ამ საბერძნეთში არიან ესენი. რაც შეეხება ეპირი, რომელიც თავის დროზე საყრდენი იყო ოლიმპიადასი და არგიადების, ეპირს უკვე მართავს
კასანდრის მიერ დანიშნული კაცი. ანუ ევროპაში ძალიან მძიმე დღეში არიან ეს პოლისფერქონტის ჯგუფი. და თვითონ მეფე, ერთადერთი მეფე ალექსანდრე ყავს ტყვეთ იმას, კასანდრს. ნუ აზიაში მათ მომხრევე აღარ არის. ევმენე იყო მთავარი. ამ მძიმე დღეში არის. კიდე ვიცით, რომ თესალონიკე ქალიშვილი ფილიპესი, ანუ ალექსანდრის ნახევარი და ცოლად მოიყვანა კასანდრა. და კიდე ვიცით, რომ კლეოპატრა არის სარდეში. ფაქტიურად ანტიგონეს ტყვეობაში. ეს არის სამეფო ბანაკი, მაგრამ ახლა ესენი რა შვებიან, სამდე ანტიგონე აქ თავის სამართალს ბჭყალებში ამკვიდრებს. ტოლემემ ისევე დაიკავა პალესტინა და ფინიკია. უსრებაზე არიან ეს. სამდე ანტიგონე ებრძვის ემვენეს და მერე გაიმარჯვა და ამბები და ესენი და სამდე ზემო პროვინციებში ტრიალებს ანტიგონე, ახლა ესენიც მოსრებაზე არიან. კასანდრე რას აკეთებს? ის შევიდა შუა საბერძნეთში. ეს ძალიან საინტერესო საქმე ხნა. თებე აღადგინა გიორგი. ალექსანდრეს მიერ დანგრეული თებე აღადგინა. ამან გამოიწვია ბერძნებში დიდი პატივისცემა. თელმა საბერძნეთმა თქვა, რომ აი ბერძნები თვლიდნენ, რომ თებე უსამართლოდ დაისაჯა. ახლა თებეს ბევრი ყავდა მტრები საბერძნეთში, მაგრამ ახლა ქალაქის დანგრევა მეტანია. ამან ისეთი დიდი რეზონანსი გამოიწვია, რომ თვით ათენელებიც კი, რომლებიც თებეს ტრადიციული მტრები იყვნენ, ათენელებმა გამოაცხადეს, რომ თებეს აღდგენილი ქალაქის კედლებს ჩვენ ავაშენებთ. მთელი საბერძნეთი პატივს სცემს კასანდრეს, ახლა კასანდრემ დიდი ნაბიჯი გადადგა. გარდა ამისა, მან აღადგინა ქალაქი ოლინთო ქალკიდიკის ნახევარკუნძულზე, რომელიც თავის დროს დაანგრია ფილიპე. ესე იგი, თებე დაანგრია ალექსანდრემ და ოლინთო დაანგრია ფილიპემ. ანუ კასანდრე რა შვება, იცი? ფილიპეს და ალექსანდრეს გადაწყვეტილებების რევიზირება შვება. და ოლინთელები დააბრუნა თავის ქალაქში. ეს დიდი ამბავი გამოიწვია საბერძნეთში, ბევრი მიემხრო და სიმპათიებია კასანდრეს მიმართ და მაკედონიაში ახლა კიდე უკვე გადადის ნელ-ნელა ოლიმპიადას მკვლელობის ამბავი. კასანდრე ორივე ფეხით დგას როგორც მაკედონიაში, ისე შუა საბერძნეთში, ხო? მაგრამ ლისიმაქე რა შვება. როცა ეს ანტიგონე აზიაში არის წასული და ევმენეს დაძდევს და მერე საქმეებს ალაგებს, ლისიმაქემ გადმოლახა და ჰელესპონტის ფრიგია დაიკავა. ანუ ჰელესპონტის ორივე სანაპირო დაიკავა ლისიმაქ. ხო ესენი ყველა მოკავშირეები არიან კაცო, ევმენეს ებრძოდნენ და მეფის პარტიას, მაგრამ ახლა რომ მეფის პარტია რომ თითქმის განადგურებულია, ერთმანეთს ახევენ პროვინციებს. გავლენებს იფართოვებენ. ხო, რახან ანტიგონე შორსა ბარემ ჰელესპონტს დავიკავებთ რა. ლისიმაქე გადმოვიდა, ეს ნაწილი დაიკავა და უკვე ახალი დაპირისპირების პრეპოზიციის მომზადება. ანუ ანტიგონე, რომელიც აღმოსავლეთში თავის სამართალს ამკვიდრებს, აქეთ მისმა მოკავშირეებმა მის მემკვიდრეობის ახევა დაიწყეს. ეს ლისიმაქე. კიდე აქ კარიაში სხვათაშორის წინა ორ ლექციას შემეშალა მაშინალურად შეცდომა კარიას ვეძახოდი ლიკიას, არავითარ შემთხვევაში. კარიაში ზის ასანდრე. ეს კარია არის დომენი მაკედონიის. მაკედონიას ეკუთვნის, მაგრამ სატრაპად ზის ასანდრე და ამ ასანდრემ რა ქნა, ხო იცი? სანამდე ისევ ანტიგონე აზიაშია, გვერდზე ლიკია დაიმორჩილა და ლიდია დაიმორჩილა. არის ერთი ცნობა, რომელიც მე ნაკლებ სავარაუდოდ მიმაჩნია, არის ცნობა, რომ საერთოდ ასანდრემ ფრიგიაც დაიკავა და კაბადოკიაც დაიკავა. მთელი მცირე აზია და ხო. ანუ უპატრონოთაა ანტიგონეს ამხელა ტერიტორიები დასავლეთში უპატრონოთაა, რატო? იმიტომ რომ ანტიგონე აღმოსავლეთშია. ანუ ყველა რაღაცა ჩამოიჭრა ტორტიდან. ეს ხდება იმ ზამთრის პერიოდში. არა, ჯერ კიდევ ემენეს რო დაძდევდა რა.
ხო, 3 წლის განმავლობაში ეს გრძელდება. 3 წელი ანტიგონე არის აღმოსავლეთში. ხო, პტოლემემ ამოიწია. პტოლემემ ამოიწია, აქამდე ამოვიდა. ლისიმაქემ ეს წაიღო, ასანდრემ ერთი ვერსიით ეს დაიკავა, მეორე ვერსიით საერთოდ ეს დაიკავა. აქ ასანდრემ კიდე შუა საბერძნეთში ეგეთი რაღაცები გააკეთა, ოლინთო აღადგინა ქალკედონზე და აქ თებე აღადგინა. ყველა იმყარებს რა პოზიციას რა. ანტიგონე შორს არის. მე არა ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ანტიგონე ევმენეს რო ებრძოდა, ესენი გულის სიღრმეში შეიძლება ევმენეს გულშემატკივრობდნენ საერთოდ. იმიტომ რომ ევმენეს ერთი მინუსი ჰქონდა. ის ვერასოდეს პირველი ვერ გახდებოდა, იმიტომ რომ ბერძენი იყო. და ანტიგონე კიდე ციკლოპი ნახერებს შევა. ამხელა ტერიტორია უკავია ნახეთ. კარგი. ანუ ანტიგონეს ამბები არის ასეთ დღეში არის რა, რომ სასწრაფოთის უნდა დაბრუნდეს დასავლეთით რა, და მართლაც 315 წლის ზაფხულში ის უკვე კილიკიაში ჩამოვიდა. ესა კილიკია ძვირფასმა. ეს იყო საკვანძო პროვინცია. რო აქ იყო ტავროსის ქედი და მცირე აზიასა და ზემო პროვინციებს შორის კილიკის გადასასვლელები იყო მნიშვნელოვანი ძალიან. კილიკი არის საკვანძო. კილიკიაში ჩამოვიდა 315 წელს. ანტიგონეს აქვს ერთი პრობლემა. მან იცის, რომ მისი მემკვიდრეობა უკვე გადაინაწილეს, რომ ისე ამას არაფერი არ კითხეს. ანტიგონე ემზადება ომის, ახლა არმია უძლიერესი ყავს. 3 ვეც, 4 ვეცზე, საერთოდ 5 ვეცზე, სელევკოსი გაქცეულია იმასთან. ხო, სელევკოსი რო გაიქცა, პტოლემეს ეუბნება და იმათაც შეუთვალა, რა ქვია, ასანდრეს, ლისიმაქეს და კასანდრეს. პტოლემე უგზავნეს ასეთ წერილს და იმას სელევკოსი და ეუბნება, ეს კაცი გაგიჟდა ანტიგონე. სომატოფილაკები ერთი მოკლა, მეორე ანადგურებს. ხო, ჯარში მოხსნა, ხო. და ეს არცერთ ცოცხალს არ დაგვტოვებს და საერთოდ გაიხსენეთ, რომ ომი დიადოხოსებს შორის, ჩვენ შორის ომი დაიწყო მაგის გამო, როცა პერდიკას ბრძანებას არ დაემორჩილა მაგი. და ეს არის ორგზის ყაჩაღი, ანტიგონე. აღმოსავლეთში ვიღაცებს ხსნის, ვიღაცებს ნიშნავს, ვიღაცებს კლავს, ვიღაცებს იჭერს. ამიტომ ჩვენ თუ არ გავერთიანდით, ხო, ცალ-ცალკე მოგვიღებს ბოლოს, ახლა მანდამეც ბევრი დარწმუნება იმათ არ დაჭირდებოდათ. ყველაზე უფრო შეშფოთებული არის პტოლემე და ყველაზე ახლოს ამასთან არის. ამიტომ 315 წელს მათ შეკრეს ეგრეთ წოდებული 5 დიადოხოსის კავშირი. პტოლემე, სელევკოსი, ლისიმაქე, კასანდრე და ასანდრე. მაგრამ ამ ზაფხულში 315 წლის ზაფხულში უკვე ეს გადმოვიდა და დადგა ბანაკით, დადგა კილიკიაში, მაგრამ რა პრობლემა აქვს ახლა ანტიგონეს? ფლოტი არ აქვს. ჯარი ყავს, მაგრამ ფლოტი არ აქვს. პტოლემე ფინიკიაში. პტოლემეს ყველა ძლიერ ფლოტი ყავს. პტოლემეს ფლოტის გარეშე ახლა შენ ეგვიპტეში შესვლა პრობლემურია. მით უმეტეს ჰელესპონტზე ვერ გადახვალ, ამიტომ ანტიგონეს აქვს ასეთი გეგმა, მან დრო უნდა მოიგოს და ფლოტი უნდა ააშენოს. და როცა ჩამოვიდა კილიკიაში, მან ყველას ამათ დაუგზავნა წერილები. პტოლემეს, სელევკოს არა. პტოლემეს, კასანდრეს, ლისიმაქეს. და ასანდრე პრინციპში მისი მეგობარი იყო, ის ცალკე გასარკვევით. რომ ჩვენ ხო ვართ მოკავშირეები, ჩვენ ხო მეგობრები ვართ. ხო რჩევა ძალაში და ახლა ეს ჩემი ტერიტორიები რომ დაიკავეთ თქვენ, მოდი შევთანხმდეთ ამას თავიდან გადავინაწილოთ, ხო? ან დატოვეთ თუ კი არ ეუბნებე, არ ეუბნებთ, დროს იგებს. მაგრამ მას აქვს იმედი, რომ იქნებ ამ სამეულიდან პტოლემე გამოაკლოს, იმიტომ ფლოტი ყავს რა, იმიტომ პტოლემეს არ უნდა ეს ომი. პირისპირ არის და
არგუმენტი რო ძლიერი იყოს პტოლემეს მიმართ, მან ჩრდილოეთ სირია დაიკავა, ჩამოიჩოჩა ცოტა თავის ჯარი და მუქარა არის ახლა ეს ეგვიპტისთვის და ელოდება ელჩებს. ხო გააგზავნა ამათთან, ახლა იმათმა ამბავი უნდა ჩამოვიდა, ჩამოდის 5 კაცი, 5-ვეს. პტოლემე, სელევკოსი, ასანდრე, კასანდრე და ლისიმაქე. 5-ვეს ჩამოდის ამასთან. ჩრდილოეთ სირიაშია, ჩამოაქვთ ამბავი. წინადება აქვთ ამათ ანტიგონესთან ასეთი. აბა. რომ მოდი, ჩვენო მეგობარო ანტიგონე. ეს მეფის პარტია კი დავამარცხეთ ყველაფერი, ემენე გვდარია, პერდიკა გვდარია, პოლისფერქონტი განადგურებულია თითქმის ისა ეს. ახლა მოდი აღარ გვინდა ეს რომი და მოდი გავინაწილოთ რა. ეს ელჩების თავაზობენ ასეთ ამბავს, რომ აი სამართლიანი იქნება ასეთი გადაწყვეტილება, რომ პტოლემეს უნდა მიეცეს კვიპროსი, ფინიკია და სირია. ანუ კიდევ უფრო იფართოვებს თავის გავლენას. ხო. ასანდრეს ერთი ვერსიით ლიკია და ლიდია, მეორე ვერსიით მთლიანად მცირე აზია. ჰელესპონტი უნდა ჰელესპონტის ფრიგია ლისიმაქეს და საბერძნეთი მთლიანად კასანდრეს. რაც შეგეხება, ხო, და სელევკოს ბაბილონი უნდა დაუბრუნდეს აუცილებლად. ხოლო რაც შეეხება ზემო პროვინციებს, ანუ ირანს ტრადიციული შენია. ანტიგონე. ირანი შენია. აზიას ჩაიკეტა. ზემო პროვინციებს ჩაიკეტე, ანუ აქ რაც აქვს, ახლა ამას თავაზობენ. ბაბილონი, სელევკოს, სირია, ფინიკია, პტოლემეს და კვიპროსი, ასანდრეს მცირე აზია, მას ლისიმაქეს ჰელესპონტის ფრიგია და კასანდრეს მთლიანად ბალკანეთი. და კიდევ დამატებით, აი ეგ ოქრო რო გაქვს მოგროვებული. 25 ტალანტი. 25,000 ტალანტი, ამას დაემატას კილიკიაში კინდოსის 10,000 ტალანტი. იქ ხო იყო 35,000 და კიდევ ყოველწლიური ხარკი 11,000 უნდა აიღოს ზემო პროვინციებიდან. გესმიში რამხელა ფული აქვს. მაგაზე რა აი ეგ ოქრო უნდა გავიღოთ. მარტო შენი არ არის. საჭურჭლები ალექსანდრემ რო დაგვიტოვა, უნდა გავიღოთ. თანაბრად. ზემო პროვინციები შენ, ქვემო პროვინციები ჩვენ. ანტიგონე. თუ ხარ ამისთვის მზად, ძმები ვართ, მეგობრები ვართ, ერთად ავართ. თუ არა და ომია. ულტიმატუმია ფაქტორია. ხო, შენ ახლა ასე გაგულავება ეგრე არ იქნება შენ. ანტიგონე მოისმინა ესა რომ ატუღებული არის. ამ ელჩებს მარო უთხრეს თუ არა და ომია, ამან უთხრა მე უკვე მზად ავარ ომისთვის. მაგრამ ცოტა ეჯვმებარე ვარ თქვენ იყოთ მზად. ანტიგონე. გარდაუვალია ომი, ეს არის 315 წლის გაზაფხული. ზაფხული უკაცრავ და ანტიგონეს ძალთა თანაფარდობა როგორი არის, ვინ სუსტია, ვინ ძლიერი. ანტიგონე არის უძლიერესი ხმელეთზე. კონკურენტი არ აქვს. უზარმაზარი არმია აქვს. ზემო პროვინციები მისია, ფული მისია. ერთი გემი არ აქვს. ფლოტი არ აქვს. ამიტომ მისი სამხედრო განაზრახა კილიკიაში დგას, ხო და ჩრდილოეთ სირიაში ახლა. მის განაზრახი არის, რომ მან სასწრაფოდ უნდა დაიკავოს ფინიკია დაიწყოს ფლოტი და დაიწყოს მშენებლობა ფლოტის. მეორე ნაწილი მისი ორად უნდა გაყოს თავისი ჯარი ორ ფრონტზე, ერთი ფრონტი არის პტოლემე, ეგვიპტე, მეორე ფლოტი არის მოკავშირეები მცირე აზიაში. ამიტომ მან ჯარი გაყო ორ ნაწილად. მას ყავს ძმისშვილი, ასევე სახელად პტოლემე. ეს ის პტოლემეა, ძევლად რო ყავდა ევმენეს ნორას ციხეში. ეს პტოლემე ანტიგონეს ძმისშვილი არის გენიალური სარდალი. ანტიგონეს თან ახლავს თავისი შვილი დემეტრე, თან ახლავს ნეარქოსი
და თან ახლავს ბაბილონის ახლად დანიშნული სატრაპი პითონ აგენორის ძე. ანტიგონე თავის ჯარს გეგმა აქვს ასეთი, რომ ორად უნდა გაყოს, პტოლემე თავის ძმისშვილი უნდა გადაუშვას მცირე აზიაში და თვითონ უნდა დაიკავოს ფინიკიის სანაპიროები, ფლოტი ააშენოს და მერე ეგვიპტეში შევიდეს. გარდა ამისა, ის უშვებს თავის მეგობარს არისტოდემე მილეტელს და ატანს 1000 ტალანტს. რათა ჩავიდეს საბერძნეთში და მოძებნოს პოლის ფერქონტი. ის უპატრონო დარჩენილი. და პოლის ფერქონტიც დააფინანსოს, დაიწყოს დაქირავება ტენარონის კუნძულზე, ნახევარკუნძულზე, კონცხზე დაიწყოს ყველაზე დიდი ბაზრობა აქ იყო მოქირავნება. დაიწყოს ჯარის დაქირავება, პოლის ფერქონტი დაინიშნოს საბერძნეთის სტრატეგოსად და მისი შვილი ალექსანდრე, რომელიც აკროკორინთოში ჩამოვიდეს მასთან, რომ გაფორმდეს ხელშეკრულება. აი ეს არის ანტიგონეს გეგმა. ჯარის ერთი ნაწილი მცირე აზია, მეორეთი პტოლემეს წინააღმდეგ და მესამე ფრონტს ხსნის საბერძნეთში ხსნის და პოლის ფერქონტის გამოყვანა უნდა. გრანდიოზული ამბავი. ახლა ამათ რა უპირატესობები აქვს? ანტიგონეს პრინციპში ერთი სისუსტე აქვს, ფლოტი არ აქვს. ამათ ერთადერთი უპირატესობა რა აქვს, რომ ფლოტი ყავს პტოლემეს, დანარჩენში ჯარში და იმაში ესენი სუსტები არიან. ამათი ამოცანა არის თავდაცვა, თავი უნდა ინიციატივა სამხედრო ანტიგონეს ხელშია და ამათმა თავი უნდა დაიცვან. სხვა გზა არ აქვთ რა. მოგერიება ანტიგონეს. ამიტომ ასეთი ძალთა თანაფარდობა არის, ამას დიდი ფული აქვს, ხო? მიადგეს წამოვიდა სირიიდან, უკაცრავად სირიიდან წამოვიდა დიდი ჯარი, წამოვიდა ფინიკიის ქალაქები ყველა და გამორეკა ეს პტოლემეს გარნიზონები. ავაზას დაუდგებოდნენ ესა და ფინიკიაც დაიკავა მთლიანად. ფინიკიური ქალაქები გადავიდა, მაგრამ ერთადერთი ვინც არ გადავიდა არის ტიროსი. ტიროს უპირატესობა რა აქვს კუნძულზე. ჯერ ალექსანდრეს რო გაუჭირდა, ხო? ტიროს მიადგა და ვერ იღებს, გემი არ აქვს. რა შეგვახა ეს ანტიგონე? სხვა ფინიკიელ მეფეებს დაუძახა და უთხრა, რომ და თან ეს ფინიკიური გემები პტოლემეს ფლოტში არიან. ამან დაუძახა მეფეებს და ეუნება ძველ ტიროსში, ანუ სახმელეთო ტიროსზე მიიწვიეს. მეო ვიციო თქვენო არა ხართო დამნაშავეებიო, რომ თქვენი გემებიო და ეკიპაჟები პტოლემეს ფლოტში არისო, მე არ გადანაშაულებთო ამაშიო, მაგრამ ახლა გვერდში უნდა დამიდგეთო მეო. პირველიო, ჩემი ჯარისთვისო ერთი წლის სურსათიო უნდა მომცეთო. ტიროსთან დგას ეს ხმელეთს. და მერე მეორეო 8000 კაციო უნდა გააგზავნოთო ლიბანის მთებშიო და ხეტყის ოჭრა უნდა დაიწყოთ, იმიტომ რომ მე დიდი ფლოტი უნდა ავაშენო, თქვენი დახმარებითო. და 4 დიდი დოკი გააკეთა. ამ გემების სამშენებლად, ესაა ქალაქი ბიბლოსი, ქალაქი სიდონი და ტრიპოლისი. და ფინიკიური ქალაქები და მეოთხე დოკი არის კილიკიაშიც, აშენებს დიდ ფლოტს. ტრიპოლის ფინიკიაშიც იყო? არა, ფინიკიაშიც იყო კი. ანუ იქით ლიბიაშიც ხო? ლიბიაშიც. ესე იგი სიდონი, ბიბლოსი, ტრიპოლისი და ესა კილიკია. გარდა ამისა მან გააგზავნა ელჩები კვიპროსი საერთოდ ერთიანი ქვეყანა არ იყო რა, მეფეები ყავდა, რამოდენიმე მეფეო, 28 მეფე იყო. იმათ უთხრა რომ გადმოდითო ჩემ ხარეზეო და გემები მომაწოდეთო და გარდა ამისა როდოსზე გააგზავნა კიდე თავის ხალხი და როდოსელებსაც უთხრა რომ გემები მომახმარეთ. ანუ დაიწყო ფლოტის აშენება ხა. ამ ტიროს ჯერ ვერ იღებს, იმიტომ რომ ამ ტიროსთან კურსირებს სელევკოსი 100 გემით. ტოლემეს მიერ მიცემული და ტიროს ვერ იღებს რა ეს, მაგრამ ხეს ხوار გაჩერდება ხა, ამიტომ წამოვიდა სამხრეთისკენ ანტიგონე და ღაზა იყო გიორგი. ღაზა არის პელუსიუმის საპირისპირო ციხესიმაგრე, ესე იგი ღაზა და პელუსიუმი ერთმანეთს უყურებენ. ღაზა დაიკავა.
ნუ ფაქტობრივად ტოლემეს გარნიზონები გაიქცნა ყველა მხრიდან, ერთადერთი ტიროსი ძალიანდება. ანუ მთელი ეს სირია, ფინიკია და ეს დაიკავა ანტიგონე. და აიწყო ფლოტს აშენებს, მაგრამ მისი ძმისშვილი ტოლემე გადავიდა მცირე აზიაში და ეს ბოდიში მომითხოვია და ლისიმაქე და ასანდრე დანაყა იქა რა. ლისიმაქეც გაიქცა თრაკიაში და ასანდრე დამარცხდა და საერთოდ დამორჩილდა ანტიგონეს. ანუ ეს მაგარი ბიჭია ეს ტოლემე, ძმისშვილი ანტიგონეს და მთელი იქ არის რომ თითქოს კაბადოკიაში შეიჭრა ეს ორი ვერსია ხო არის. ანუ ეს მთელი მცირე აზია დაიბრუნა. თავის ანაპიროებით. თავის ანაპიროებით ყველაფრით ხო. და ამისა ეს ამასობაში ჩამოდის ელჩი პოლის ფერქონტის შვილი ალექსანდრე ჩამოდის ამასთან ტიროსში და მოდის და უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება. ალექსანდრემ ჩამოუტანა კარგი ამბები. რომ არისტოდემე მილეტელმაო წარმატებითო დაიქირავაო 8000 ჯარისკაციო ფულიო რაც გაატანეო პოლის ფერქონტსაც მიცაო პოლის ფერქონტმაც დაიწყო ეპირელების და ეტოლიელების დაქირავებაო და რაც თავარიაო ამ დაქირავებული ჯარიო ეს დაქირავებული ჯარიო სპარტელებმა შეუშვეს თავის ტერიტორიაზე ანუ აქაც გადასერევად მიდის საქმე და მთელი პელოპონესი არის დაკავებული უკვე რა ანტიგონე საქმე მიდის გადასარევად ოპერი არ უშლის რა მაგრამ ახლა კავშირი უნდა დაიდოს პოლის ფერქონტთან და ამ ალექსანდრესთან სინედრიოზე მიიწვია ეს ალექსანდრე ხო და დაიდო ხელშეკრულება პოლის ფერქონტი ცხადდება პელოპონესის სტრატეგოსად ანტიგონეს მოკავშირედ და ის არის ამ გაერთიანებული ჯარების სარდალი რომლის ამოცანა არის რომ უნდა შეიჭრას მაკედონიაში და კასანდრე უნდა დაამარცხოს გადასარევად მიდის საქმე სირიაზია დაიბრუნა სამხრეთ საბერძნეთი დაიბრუნა აპირებს ცენტრალურ შეჭრას და დაიდო ხელშეკრულება რა და გამოვიდა ხო ჯართან და გამოიტანოს ხო მიიწება ხო დაწყებულია უკვე ომი რა ხო გამოიტანა ჯარს ახლა ჭირდება ლეგიტიმაცია ჯარს ეუბნება რომ მაკედონელებო კასანდრემო მოკლაო ჩვენი დედოფალი ოლიმპიადა ტყვეთა ყავსო აყვანილიო ჩვენი მეფე ალექსანდრე მეოთხე და დედამისი როქსანა ახლა ტყუილს აფერს არ ამბობს ტყვეთა ყავსო აყვანილიო მერეო ძალითო იქორწინაო კლეოპატრას იმაზე რა ქვია თესალონიკაზე ძალით იქორწინაო და რატო იქორწინაო თესალონიკაზე იმიტომ ტახტს უმიზნებს და ეგო კასანდრე ვაპირებს საერთოდ ჩვენი უსაყვარლესი დინასტიის არგიადების ამოწყვეტას მერეო დაიმონაო მთელი საბერძნე ახლა მის ჯარში ბევრია ბერძენი მოქირავნეები აღადგინაო თებეო რომელიც თავის დროზე დიდმა მეფემ ალექსანდრემ დაანგრიაო ეს მოღალატეებიო შხამიანი ბუდეო თებეო და აღადგინო ოლინთო რომელიც თავის დროზე ჩვენმა დიდმა მეფემ ფილიპემ დაანგრიაო ანუ ეს კაციო კასანდრე მიდის ჩვენი სამეფო დინასტიის და ჩვენი სამეფოს წინააღმდეგ ისე ტყუილს აფერს არ ამბობ და დაიმონა საბერძნეთი ამიტომო მეო მოგიწოდებთო რომ ხარი დაუჭიროთო ჩემს წინადებას პირველიო კასანდრემ უნდა გაანთავისუფლოს ჩვენი მეფე ალექსანდრე უნდა გამოუშვოს ტყვეობიდან სადაც აღჭობს იმ ტყვეობაში მერე მეორე ორივე ქალაქი უნდა დაანგრიოსო თებეც და ოლინთოცო ეს არ შეიძლებაო ერთი ეს ალექსანდრეს და ფილიპეს ნების წინააღმდეგ მიდისო და მერე მესამეო ბერძნული ქალაქები და უნდა გაიყვანონო ჯარებიო მაგრამ კასანდრემო იმიტომ რომ ფილიპესაც და ალექსანდრესაც თავის დროზე ბერძნულ ქალაქებზე თავისუფლება ჰქონდა უმიცემული ამიტომ ელადის თავისუფლება გამოაცხადა
ასანდრე გადასარევი პროპაგანდა აქვს. ისეთ ვილაპერი არ არის. ჯარმა დაუჭირა მხარ. ნუ იმაზეა რა, აი ტალღაზეა. ანტიგონე. აპირებს ახლა გასაგებია ეს ღაზა ხო აიღო, მაგრამ ახლა აპირებს ეგვიპტეში შეიჭრას. ნილოსი გადალახოს. ნილოსი უნდა გადალახოს და შეიჭრას ეგვიპტეში, ხო? აქ ახლა სამხედრო მოქმედებებით არ გადაგვლით, გადასარევად მიდის საქმე, ეს პოლისფერქონტი და არისტოდელე შევიდნენ ცენტრალური საბერძნეთი დაიკავეს, ეტოლიელები მათ მხარეზე არიან, პოლისფერქონტი ჯარში ჩაუდგას, გადასარევად მიდის საქმე და 15 თვე მიდის უკვე ომი და ამან აიღო ტიროსი. დანებდა ტიროსს ბოლოს. მაგრამ ამ 15 თვეში ამან ააშენა 250 გემი. ანტიგონემ ხოთაშორის ბრძოლებს არ ეგონა რომ ასე სწრაფად ააშენებდა ფლოტს. და ეს ფლოტი, ეს 250 გემი გიორგი შეუშვა ეგეიდაში. უკვე კუნძულების დაკავება დაიწყო უკვე. ნუ გადასარევად მიდის ანტიგონეს ამბები. რაც თავარი ემზადება ეგვიპტეში შესაჭრელად და აპირებს გაითვალისწინოს პერდიკას შეცდომა. პერდიკას შეცდომა რა იყო, რომ ნილოს მიადგა აქ პირდაპირ, ხო? ახლა ეს ანტიგონე რას აპირებს? აგერ არის ნაბატეველების სამეფო. ეს აპირებს ჯერ ეს ნაბატეველების სამეფო უნდა აიღოს და მერე აქ პორტები და უნდა აკაბა და ისინი იყო აქ პორტები. ეს სავაჭრო ინდოეთიდან იემენიდან წამოსული ვაჭრობა იმგენის ნელსაცხელებლების ის იყო რა ქვია სავაჭრო ცენტრი. პეტრა იყო მათი მთავარი ქალაქი, არაბული სახელმწიფო. ნაბატეველების დამორჩილებას აპირებს და მერე აქედან აპირებს რომ შევიდეს ეგვიპტეში. გადასარევად არის, რომ პტოლემე ისე დღეშია შეშინებულია ძალიან. ძალიან შეშინებულია, პტოლემე ისე არის შეშინებული, რომ ნუ რაღაცა უნდა ქნას და ამ დროს მას აძლევს რჩევას სელევკოსი. სელევკოსი ეუბნება პტოლემეს, რომ ხო ხედავ, რომ ზღვაზე ჩვენ უპირატესობა ქონდა, მაგრამ ფლოტი ყავს უკვე და უკვე ზღვაშიც გაგვიტანაბრდა. ხმელეთსაც მაგარია ეს ანტიგონე, რაღაცა მოვიფიქროთ. სელევკოსი ეუბნება, რომ ჩვენ თუ ეს ერთხელ სადმე ხმელეთზე არ დავამარცხეთ, ჩვენ წავაგებთო. ამ დროს ხდება რა, ანტიგონე გადადის მცირე აზიაში, წარმატებებზე აქვს იმ პტოლემემ მისმა ძმისშვილმა გაწმინდა მთელი მცირე აზია, ანტიგონე გადავიდა მცირე აზიაში, აპირებს შეჭრას, უკვე ფლოტი ყავს. ანუ ანტიგონე გადავიდა მცირე აზიაში, კილიკიიდან გადავიდა მცირე აზიაში და აქ სირიაში დატოვა თავისი ძე დემეტრე. ორი ვერსია არის, როგორ შეგვიძლია დაუძახოთ დემეტრიოსი და დემეტრე, რა ვიცი, მე მგონია დემეტრე დაუძახოთ. ამას მერე ეს არის ახალგაზრდა შვილი, იმესი რა ქვია, ანტიგონეს, რომელსაც ცოლად ყავს უკვე მოყვანილი ფილა, ანტიპატრეს უფროსი ქალიშვილი. ხოთაშორის შვილიც აქვთ უკვე გაჩენილი, ეს არის ანტიგონე გონატი, ბაბუის სახელი დაარქვა. ეს დავარქვათ დემეტრეს ვეძახი, დემეტრე დგას, ამას მერე დაარქმევენ დემეტრიოს პოლიორკეტი. პოლიორკეტი ხალხო ნიშნავს ქალაქთა მოალყე. ეს პირტიტველა ბიჭი ახალგაზრდა 20 წელზე ცოტა მეტის არის რა. დემეტრეს დაუტოვა ჯარი. 20,000-იანი ჯარი დაუტოვა ანტიგონემ, თვითონ თავარი ძალით გადავიდა, რომ ევროპაში აპირებს შეძლას უკვე. ყველაფერი გამზადებული აქვს უკვე. კასანდრეც და ლისიმაქეც პრინციპში ვერ დაუდგებიან წინ. დემეტრე დატოვა 20,000 მეომრითა და 53 პილოტი. და ევალება, რომ სამდე მე ევროპას მოვითავებ, აქ უნდა დაიცვა თავი რა. არა, დემეტრე არ ჩერდება რა, გამარჯვება უნდა ძალიან და ამ დროს ეუბნება ზუსტად ის სელევკოსი პტოლემეს, რომ
ჩვენ თუ ამას ხმელეთზე სადღაც ძმარი არ ვადინეთ, მოგვიგებს ომს. ჩამოვიდათ ინფორმაცია, რომ გადასულია ტავროსზე უკვე კილიკიდან გადავიდა მცირე აზიაში, ანუ ანტიგონე შორს არის. დატოვებული ყავს დემეტრე, თავისი ახალგაზრდა შვილი. დემეტრეს მრჩევლებად ყავს ნიარქოსი, ეს დიდი ადმირალი, მერე წავა ის ჩვენ ადრე ვილაპარაკეთ, მე ჩაეხსნება ამ ამბებს. ნიარქოსი და პითონ აგენორის ძე, იმის ბაბილონის სატრაპი, რომელიც მანამდე ინდოეთის სარდალი. ამაზე უფრო გამოცდილი ხალხი არ არსებობს. თანაშემწეებად ეს დაუტოვა დემეტრეს. და მკაცრად გააფრთხილა ანტიგონემ, რომ არ შეხვიდე ბრძოლაში პტოლემესთან. სამდე მე ევროპას არ მორჩით. სელევკოსი ეუბნა, რომ გადავიდეთ და ეს დემეტრე დავამარცხოთ. ის თავარი კაცი ჭამია მცირე აზიაშია წასული და გადმოვიდნენ 25,000 კაცით. პირველად დატოვა ეგვიპტე პტოლემე. 25,000 კაცით გადმოვიდნენ და მოვიდნენ ღაზასთან. ღაზა იმათ ხელში, ანტიგონეს ხელშია. ღაზასთან მოვიდნენ სარდლობენ პტოლემე და მის თანაშემწე არის სელევკოსი. ორი ყველაზე გამოცდილი, ახლა ამანაირი გამოცდილი ხალხი არ არის, ინდოეთშიც ნაომარი, გავგამელაც ყველაფერი გამოვლილია. ალექსანდრეს დიდი სარდლები. ესეც დაიძრა, წამოვიდა დემეტრე თავისი ჯარით, ღაზასთან შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ნიარქოსი ეს არის მაღალი წელთაღრიცხვით არის 313 წელი ან 312 წელი ღაზა. შეხვდნენ ერთმანეთს ნიარქოსი და ეს პითონი ეუბნებიან დემეტრეს, რომ ჩვენ დავიწყებთ ბრძოლას. იმიტომ რომ იქ ორი ისეთი კაცია, სარდალი პტოლემე და სელევკოსი, რომ არა, აიწყვიტა ამ დემეტრემ ახალგაზრდა, რას ქვია კაც, ვის გვეშინია ჩვენ. თან სპილოები გვყავს. რიცხობრივი უპირატესობა იმათ 25,000 ყავთ იმათ ეგვიპტელები და ამგად ყავს 20,000, მაგრამ ამათ სპილოები ყავთ. და თან ზირდად მაინც მაკედონელები არიან. უფრო, ხო, ნუ აზიელებიც არიან და მაკედონელებიც. ანტიგონეს ჯარი უფრო ჭრელი იყო. პტოლემეს ჯარი ზირითად ნაწილს უფრო ბერძნებდა მაკედონელები. იმათ უფრო ის ან ეგვიპტელები არ ყავს ჯარში. ეგვიპტელები ყავს მსუბუქი ქვეითები რა. მარტო მსუბუქი ქვეითები ყავს რა. ძიმე იმაში არ გაყავდა რა. ნუ ორი ჯარი თანაბარი ძალმოსილება და ხამათ 53 სპილო ყავთ რა და ეს პითონი და ეს ნიარქოსი ეუბნებიან ამდენად რომ არ გინდა ომი ავარიდოთ თავი, მამაშენს დაველოდოთ, გავმაგრდეთ და ზევით აღარ გამოუშვათ ესენი რა, მაგრამ ამან აიტეხა გინდა თუ ვერც სიტყვით დაიწყო ბრძოლა. თანაბარი ძალით მიდიოდა, მაგრამ ამ სელევკოსმა და პტოლემემ, რომელმაც გადასარევად იცოდნენ სპილოებთან ბრძოლა. ფაქტიურად გაუნეიტრალეს ეს სპილოები მათ რა. გაიმარჯვეს. პტოლემემ და სელევკოსმა დაამარცხეს დემეტრიოს. ისე დამარცხდა, რომ ეს პითონი დაიღუპა ბრძოლაში. ბაბილონის სატრაპი პითონ აგენორის ძე. და დიდი მსხვერპლი ქონდა 5,000 კაცს დაეღუპა დემეტრეს და 8,000 ჩავარდა ტყვეად. ნაწილი მე ღაზისკენ გამოიქცნენ, რომ ღაზაში იქნებ შევასრულო, მაგრამ ვერ მოასრეს კარიბჭის დაკეტვა და ეს პტოლემეს ჯარი შეყვა ღაზაში და ღაზა წაიღეს. უმძიმეს დარტყმა მიიღო ანტიგონემ. ეს ღაზის ბრძოლა ითვლება, რომ გადამწყვეტი შემოbrunება იყო ამ დიადოხოსების მესამე ომში. ღაზა არ უნდა წაეგო ანტიგონეს, ანუ დემეტრეს. არ უნდა ჩაბმულიყო ბრძოლაში. ხდება რა, რომ ძალიან ბევრი ჰეტერი ჩაუვარდა ტყვეთ იმას, რა ქვია, პტოლემეს, დემეტრეს ჰეტერებ მეგობრები და მთელი აღალი.
აღალი მარტო საჭურველი და საჭმელი არა, სიმდიდრეებიც არის რა. გაქცეულმა დემეტრემ შემოუთვალა პტოლემეს, რომ მეცი პატივი და ჩემი მეგობრები დამიბრუნე და გამოსასყიდს გადავიხდი. პტოლემე როგორ ტიპი იყო ეს, უფასოდ დაუბრუნა მეგობრები და ეს აღალიც დაუბრუნა. აღალიც დაიბრუნა. აბა ბიჭო. როგორ ტიპი იყო ეს პტოლემე და მაშინ დემეტრემ შემოუთვალა პტოლემეს, რომ ამ ვალს ძალიან მალე გადაგიხდი. მე ასე ვალდებულად არ დავიტოვებ. ეს პატარა ბიჭი. ეს პატარა ბიჭი დემეტრე. სასწაულებს იზავს. ის ბრძენი კაცი, პტოლემე. ის ბრძენი კაცი. და აიხია ამან დემეტრემ სირიაში გამაგდა. პტოლემე შევიდა და აიკავა მთელი ფინიკია. ღაზა მათ შორის. თუმცა ფლოტი გასულია. ფლოტი ომობს იქ არის ეგეოსშია რა. იქ მთელი ამბები ახლა არ გადაგტვირთავთ ეგეოსში რა ხდება. იქ სასაულები ხდება. ომი მიმდინარეობს როგორ იცი? ქალაქები გადადიან, გადმოდიან, სარდლები გადადიან, გადმოდიან, მხარეს იცვლიან. ანტიგონემ აუფეთქა კირენაში დაიწყო აჯანყება. პტოლემე თავს ესხმის ანტიგონეს სამხრეთ სანაპიროებს. ეპირი წაართვა, ეპირელები და კერკირელები გადავიდნენ ანტიგონეს მხარეზე. ეს პოლის ფერქონტი და არისტოდემე გადავიდნენ მასში რა ქვია ცენტრალურ საბერძნეთში. ეს პტოლემე რომელიც ანტიგონეს ძმისშვილი იყო გადავიდა კიდე საბერძნეთში და ავიწროებენ კასანდრეს. საბოლოო ჯამში მაინც უდათ მიდის იმ მოკავშირეების საქმე. ახლა ამითი არ გადაყლით. ის ლისიმაკი არ ერევა კიდე? ლისიმაკეც შეავიწროეს წაართვეს. კი კაცო და ანტიგონე მიდის აქეთ რომ გადავიდეს რა, მაგრამ მიუვიდა ამბავი რომ მისი შვილი დამარცხდა. და ფინიკია დაკარგა. ფინიკია დაკარგა და ეს მოდის აქეთ რა. და ვიზაც დაკავებული. ხო და ეს ახლა ამან კი დაიწყო ჯარის შეკრება დემეტრემ ჩრდილოეთ სირიაში, მაგრამ ეს პტოლემე მიყვა თავისი ჯარით. ხო და თვითონ ახლა ეშმაკი კაცი იყო სირიაში აღარ შეყვა თავისი სარდალი კილესი გაუშვა რომ ბოლო მოუღოს ამ დემეტრეს დარჩენილ ჯარს, მაგრამ ამ დემეტრემ ხო სამდენს მოხდებოდა ანტიგონე როცა გაიგო რომ მისი შვილი დამარცხდა, ასე გაიხუმრა რომ პტოლემეო მარტო ერევაო პირდიტველა ბავშვებს, თავის შვილი იგულისხა დემეტრე, მაგრამ ახლა მე ვაჩვენებო კაცებთან ბრძოლა როგორ უნდაო და მოუბრუნდა იქიდან რა. მოუბრუნდა მოდის აქეთ რა, მაგრამ სამდე გადმოვიდოდა ამან ეს რა ქვია კილესი სარდალი პტოლემესი მივიდა შეიჭრა იმაში რა ქვია სირიაში გიორგი, მაგრამ იქ დემეტრემ ჩასაფრება მოუწყო და დაამარცხა ეს პტოლემეს სარდალი და 7000 ტყვე აიყვანა და მათ შორის აღალი აიყო ბევრი. შეუთვალა მამამის რომელიც გზაშია მოდის. რო გავიმარჯვე და ასე ვქენი და დიდი სიმდიდრე ავიღეთ ტყვეთ, აღალი წავართვი და 7000 კაცი ავიყვანეთ ტყვეთ და როგორ მოვიქცე. მამამისი უთვლის რომ როგორც გინდა ისე მოიქეცი და ეს ამ აღალს უბრუნებს ვალი გადაუბრუნა ხო აღალ დაუბრუნა პტოლემეს და შეუთვალა რომ აი ხო შეკვირდიო ვალის გადახტაო და გადავიხატე გავიქვითეთ რომ გადმოვიდა ეს ალეგრის ანტიგონე უკან მობრუნებულია ილესავს კბილებს რა და პტოლემე მიხვდა ერთ რამეს რომ ახლა ეს სასრაფოდ უნდა დაბრუნდეს ეგვიპტეში თორე ანტიგონეს ვინ გაუძლებს და დაიხია უკან დაიხია და ისე დაიხია გიორგი რომ გზაში რა ქალაქებიც ქონდა ხელს ჩაგდებული ყველას კედლები დაანგრია რა ანტიგონეს არ ჩავარდნოდა ხელში ფინიკიურ ქალაქებს კედლები დაუნგრია სამარიას კედლები დაუნგრია ღაზა დაანგრია მიწასთან გაასულა და ჩაიკეტა ისევე დელტას ანუ როგორც პერდიკას დახვდა ისე უნდა დახვდეს მაგრამ ეს მოდის აქეთკენ მოდის ეს ნაბატაელების სამეფო იქ რაღაცები მოხდა საინტერესო არ არის ორჯერ ბრძოლა მოუწია ნაბატაელების სამეფო გახდა მისი ყმათნაფიცი ანტიგონეს აქვს გეგმა რომ ეგვიპტე უნდა დაიპყროს და დაამარცხოს მაგრამ მერე ხდება უცნაური ამბავი ხალხო ხა
დღემდე მიდის კამათი. ეს არის მაღალი წელთაღრიცხვით, ეს არის 312 წელი. ღაზის ბრძოლის მერე ხდება ეს. ღაზის ბრძოლა როდის მოხდა, არ ვიცი, ზამთარში მოხდა, ზოგი ეძახის გაზაფხულზე. წელთაღრიცხვის თემა არის ძალიან რთული, ამიტომ თავს ვარიდებ, იმიტომ სხვადასხვა ვერსიები არის. ღაზის ბრძოლის მერე უცებ ხდება, როცა ანტიგონეს საქმეები კარგად მიდის და უკვე გადმოსულია სირიაში, უცებ დიოდორე სიცილიელს აქვს ეს ცნობა მარტო. და ძალიან მშრალად აფასებს, რომ 312 წელს დაიდო ზავი. საინტერესოა, ხო? დაბალი წელთაღრიცხვით 311 წელს. და ძალიან მშრალად აქვს მოხსინებული რა, რომ ზავიო დადესო და წერს პტოლემეს დარჩა ეგვიპტე, ლისიმაქეს დარჩა თრაკია, კასანდრეს დარჩა მაკედონია, თესალია და შუა საბერძნეთი და ისა ანტიგონეს დარჩა აზია. აი ესეთი მშრალი ის არა ხა. ამას არ გავშლა კასანდრეს დარჩა ისა შუა საბერძნეთი და სამხრეთ საბერძნეთი ვისი არ ვიცით. ალბათ ანტიგონესი არის, ხო? მაგრამ რატო დაიდო ეს? ანტიგონე ომს იგებდა. ეგვიპტეში შეჭრა იყო დარჩენილი, რატო დადო? და საინტერესო რა არის ამ ხელშეკრულებაში არაა მოხსენებული სელევკოსი. ლისიმაქე, კასანდრე, პტოლემე და ანტიგონე შერიგდნენ და აინაწილეს. სელევკოსი სად არის? აი ეს ამთავარი ამბავი. და რატო დადო ანტიგონემ ეს ხელშეკრულება, ეს ზავი რატო დადო? მოგებული ქონდა ფაქტიურად ომი. აი იმ შეკითხვაშია სელევკოსი სად არის, ეს ამთავარი. ცოტა უგამბრუნდეთ, ღაზა რომ მოიგეს. სელევკოსმა და პტოლემემ, სელევკოსმა რა ქნა იცი, მაშინვე დატოვა ბანაკი პტოლემეს და დააწვა 1200 მხედრი დააწვა ბაბილონში. თავის სამკვიდრებელში წავიდა. 1200 კაცი ახლია. მერე მიხვდებით რატო დაიდო ეს ხელშეკრულება. ბაბილონში რო ჩავიდა ბაბილონი ნაკლებად, საერთოდ ბაბილონი იყო ძნელად დასაცავი პროვინცია და ბუნებრივი საზღვრები არ ქონდა. ლიტიასავით არ იყო ეს. იქ იყო ლიპიდოსის სარდალი, აი იმ პითონ აგენორის ძე, რომელიც დაიღუპა, იმას ყავდა დატოვებული ის ლიპიდოსი და ეს 1300 კაცით უცებ ჩავიდა, ძალიან პატარა ჯარია. ჩაირბინა ეს უდაბნო გადაირბინა, ჩავიდა ბაბილონში, ახლა რის იმედად არის, ხალხს უყვარს. სელევკოს აქვს იმედი, რომ ბაბილონელები მის მხარეზე გადავლენ და ჯერ რო ჩავიდა ეს ხალხი აჯანყდა და გადავიდა სელევკოსის მხარეს. ბაბილონი დაიბრუნა. დაიბრუნა, მაგრამ როგორ არის თვითონ ქალაქში ციტადელში გამაგრდა ეს ლიპიდოსი. ახლა მთელ ქალაქს ვერ შეინარჩუნებდა. ციტადელში გამაგრდა და მიწერა წერილი ანტიგონეს რომ მიშველეო რა. როგორც აქაც ბევრ რაღაცები გაურკვეველია, როგორც ჩანს რამოდენიმე თვე დაჭირდა ალყა ამ იმას სელევკოს და აიღო ბოლოს ეს ციტადელი ბაბილონის და დაიბრუნა ბაბილონი. და ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რომ ანტიგონემ სასწრაფოდ დადო ისა ზავი. ამათა რატო იმდო ეს ახევს ზემო პროვინციებს. აზიას რომ მიხედავს. აზიას ახლა სადაც ბაბილონი დაიბრუნა, იქ ხელი შემშლელი ვინ აყავს. თან ანტიგონე ვიცის, რომ ბაბილონელები აფანატებენ სელევკოსს. ხალხს უყვარს. აი რა არის ხალხის უყვარვა. ამიტომ ყველა ისტორიკოსი თვლის და მათ შორის მეც ვთვლი, რომ ეს სასწრაფო ხელშეკრულება თითქმის მოგებული პარტია გადადო რატო ანტიგონე, იმიტომ ზურგში დაემუქრა სელევკოსს. ბაბილონი წაართვა. ახლა რა შევა სელევკოსს. ესე ძალიან სწრაფად მოქმედებს. მას ესმის ერთი რომ ძალა ცოტა აქვს.
ახლა ეს ხალხი კი არის შენსკენ, მაგრამ ჯარისკაცებად არ ვარგიან ესენი, ჯარი აკლია ძალიან. და მისი მთავარი ამოცანა არის, რომ ბაბილონიდან გადავიდეს და ზემო პროვინციები წაართვას ანტიგონეს. და შვება რას სელევკოს ტოვებს თავის მეგობარს პატროკლეს და იმახსოვრეთ ეს პატროკლე მართლა ფანტასტიკური კაცი იყო. პატროკლეს უტოვებს ბაბილონს ძალიან მცირე ძალას აძლევს. ეს პატროკლე მაგრამ მოვჩეთ ვინ იყო. ეს გარდა სარდლობისა ეს იყო უერთგულესი კაცი სელევკოსის და ეს იყო მოგზაური გარდა ამისა. ჩვენ ვიცით რომ პატროკლემ მოაწყო სამერე მოგვიანებით საზღვაო მოგზაურობა კასპიის ზღვას და კავკასიაში არის ნამყოფი როგორც მკვლევარი და დღემდე არ მოაღწია მისმა ნაშრომებმა, მაგრამ აშკარად ამ პატროკლეს ნაშრომებს ჩანაწერებს იყენებს მერე მოგვიანებით სტრაბონი. ეს არის დიდი კაცი არის, ძალიან საინტერესო განათლებული. ესენ ყველა განათლებული ტიპები არიან, მკვლევარები არიან. რაღაცა ამ პატროკლეს ჩააბარა ბაბილონი, რომ დაიცავე ბაბილონი და თვითონ გადავიდა ტიგროსზე. ახლა რატო გადავიდა ტიგროსზე? იმიტომ რომ აქ რომ ნიკანორი დატოვა იმ სტრატეგოსად ანტიგონე, ის ნიკანორი წამოვიდა ამის წინააღმდეგ. სელევკოსის წინააღმდეგ ტიგროსთან მოხდა, ტიგროს გადალახა ამან. სელევკოსმა ის ნიკანორიც მოვიდა, ვიცით ვის რამდენი საკმაოდ მცირე ძალები ყავდათ. სელევკოს ყავდა 3500 კაცი გიორგი და იმას ყავდა 8000. მაგრამ ღამე დაესხა ეს ბანაკს. ღამე ისე როგორი რაღაცა ღამე შევარდა მის ბანაკში და თავისი ხელით მოკლა ის ნიკანორი. სელევკოსმა სისტრაფეზე და მოულოდნელობაზე. და ასევე დაიღუპა იქა არის სატრაპი ევაგორე. ისე როგორი ფილმების და სერიალების გადაღება შეიძლება ხო? სელევკოსი 3500 კაცით რომ შედის იმაში. თვითონ რომ მოკლავს. და სელევკოს კი არ მოbrunდა უკან. მიდიაში გადავიდა გიორგი. ახლა მიდიაში რატო გადავიდა? მას უნდა ზემო პროვინციების გაკონტროლება. მიდია საკვანძო სატრაპი არის და გარდა ამის ამ მიდიის პროვინციაში ძალიან ბევრი დაბორიალობს ევმენეს ყოფილი მომხრეები. დაფანტულები არის. უპატრონოთ არიან. იმათი მოკრება დაიწყო. აიწყო ჯარის მოგროვება რა. მან იცის რომ ანტიგონე ამას არ გააჩერებს და თან გაიგო რომ ზავი დაიდო და ისიც გაიგო რომ პტოლემემ, ლისიმაქემ და კასანდრემ გადააგდეს სელევკე დაიკიდეს იმათ. კოალიციიდან ხო, მისი ინტერესი არ იმასაკნეს რა. გაითვალისწინეს, მაგრამ ახლა ეს პატროკლე გამარჯვებისა გამაგრებული ამ ბაბილონში და დიდი ხანი არ გაგრძელდა და ანტიგონემ გამოაგზავნა დემეტრე 15000 ქვეითით და 4000 მხედრით რომ ბაბილონი დაიბრუნოს. ბაბილონი აუცილებლად უნდა დაიბრუნოს, იმიტომ ანტიგონე ვიცის რომ ის სელევკი ადრე თუ გვიან ამ ზემო პროვინციებს წაართმევს და ზურგიდან მოექცა. ეს დემეტრე შემოვიდა ამ იმაში ბაბილონიაში, მაგრამ ამ პატროკლემ დაიწყო ხალხის გახიზნა, იმიტომ დემეტრემ დაიწყო საშინელი დარბევა ხალხის, დაწიოკებადა. ხოთაშვილის ხალხის დაწიოკებას ეს დიადოხოსები ერიდებოდნენ. ერთმანეთს არ ინდობდნენ, მაგრამ ახლა პროვინციას რო დაიკავებდნენ გიორგი ჟლეტას არ იწყებდნენ, იმიტომ რომ ეს აზიელები არც კი მონაწილეობდნენ ასე რა. მაგრამ რახან აქ ესენი ერთგულები არიან ხალხის განწყობებმა განაპირობა დაიწყო დარბევა, დაწიოკება, სოფლების გადაწვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხომ პატროკლეს რაც შეუძლია იბრძვის. გამაგრებულია ორ ციხე-სიმაგრეში. ორივე მხარეს უჭირს, ახლა დემეტრეს უჭირს, იმიტომ რომ საჭმელს არ აგროვებს ეს ხალხი, ჯერ თვითონ დაარბია და მერე ეს ხალხი უმალავს საჭმელს. პარტიზანული ომიდან. და დახმარებაც მამამისისგან ჯერ არა ჩანს რა. ახლა იმ პატროკლეს თავის პრობლემა აქვს, რომ
ხალხი კი ამის მხარეს, მაგრამ ჯარი ყავს პატარა. საბოლოო ჯამში დამთავრდა იმით, რომ ამ დემეტრემ ერთი ციტადელი აიღო ბაბილონის, მეორე ვერ აიღო. და ამ ციტადელში მან დატოვა არქელაოსი, თავის სარდალი 6000 კაცი და თვითონ ახალ საჭმელის პრობლემა ჰქონდა, უკან დაბრუნდა მამამისთან. ეს მამამისთან რომ დაბრუნდა, მიდიიდან ჩამოვიდა სელევკოსი საკმაოდ დიდი ჯარით, ხო, ეს ემენეს ესენი მომხრეები სელევკოსის მხარეზე გადავიდნენ. ჩამოვიდნენ და გაანთავისუფლა ბაბილონის არქელაოს თავისი გარნიზონით, სხვათაშორის დიდხანს დაჭირდა, მაგრამ მაინც აიღო. ბაბილონი დაიბრუნა სელევკოსმა. თან უკვე აკონტროლებს ზემო პროვინციებს, ეს უკვე სელევკოსის. ანტიგონე ახლა ამას ვერ დაუშვებს და უკვე ანტიგონე შემოვიდა ჯარით. სხვათაშორის როცა დემეტრე ჩავიდა მამამისმა უსაყვედურა. რატო წამოხვედია? რატო წამოხვედია? რატო არბევდი მოსახლეობას? რატო გადაიგიდან? ეს ტრის ტერიტორია ხوار, ანუ ანტიგონეს როგორი ის ქონა, შენ ისე მოიქეცი როგორც ტრის ტერიტორიაზე, არა და ეს ჩვენი ხალხი არის და ამიტომ წააგეო, ამიტომ გამოგაგდეს იქიდან ხალხი გადაინტერეო. და ის იმიტომ გვერევაო ჩვენო სელევკოსი და ხალხს უყვარს იყო. სასტიკად საერთოდ ანტიგონეს და მისი რა ქვია მისი შვილის ურთიერთობა ცალკე თემა არის. ასეთი მამაშვილობა იშვიათად ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ახლა ანტიგონე თვითონ ძალიან საინტერესო კაცი იყო, ახლა პირქუში კაცი იყო, უგანათლებული კაცი. ქონდა თვითი იუმორი. ოთაშორის თავის თავზე გადავდა. ერთხელ მე უკვე მოგვიანებით მეფე რო გახდება. ერთ-ერთი პოეტი დაწერს პოემას და შეადარებს, რომ შენ ხარ მზის ძე. რაც აუკითხავს ამ თავის ნაძარვებს და ანტიგონეს გაეცინა, რომ ბიჭო, ესო ისეთი სიახლე არისო, რომ მე მზის ძე ვარ, რომ ჩემა ღამის მეკოთნე მამის შესახებ არაფერი არ იცის. მე ერთხელ თავის მეგობარს დაპატიჟებს ნადიმზე და გააგზავნის მოსაწვევს. ხო და ის მეგობარი რა შემოუთვლის არ იცი? კი, მარაო, ციკლოპიო თუ მეპატიჟებაო, კერძიო უმი იქნება ალბათ. ციკლოპი ხო უმაჭამდა ხალხის და ესე თვით იუმორი ქონდა რა. ვერ იყო მომჭირნე კაცი ძალიან, მაგრამ ვერ იტანდა ამ ფლანგველობას, მაგრამ ამ შვილის მიმართ ქონდა სისუსტე, ვერაფერს ვერ უშლიდა. ერთადერთი რაც ვიცით, რომ მან ძალიან მკაცრად გააკრიტიკა და გამოლანძღა კიდევ როცა იყო ეს, რომ ბაბილონში ხალხს რატო დაერიეშე. ერთ სიტყვით თვითონ მოუწია ჩამოსვლა, დიდი ჯარით წამოვიდა, მაგრამ ეს სელევკოსიც დახვდა უკვე მომზადებული. ვიცით ერთი რამე, 309 წელს მოხდა ეს ბრძოლა. ორდღიანი ბრძოლა იყო. ერთი დღე იომეს ვერც ერთმა ვერ გაიმარჯვა და ღამე ანტიგონეს უფრო დიდი ძალა ქონდა. ღამე სელევკოსმა თავის მომხრეებს უბრძანა, რომ საჭმელი ჭამეთ, მაგრამ დაიძინეთ, მაგრამ იარაღით დაიძინეთ. და დილით სისხამზე დაესხა ანტიგონეს ბანაკს სელევკოსი. დაესხა და გაიმარჯვა. არა ეს სელევკოს სასაული. ანტიგონეს ამბობენ, რომ ძლივს გაასრულტყვეობას. საბოლოო ჯამში ანტიგონე იძულებული გახდა, რომ სელევკოსთან ზავი შეეკრა და როგორ ჩანს, ჩვენ არ ვიცით ტექსტი, მაგრამ ანტიგონე შეეცადა, რომ სელევკოსი მისი არა მტერი, არამედ მოკავშირე ყოფილიყო, ამიტომ მან დაუთმო მთელი ზემო პროვინციები და აი ახლა ზემო პროვინციების ბატონ პატრონი გახდა სელევკოსი. წარმოუდგენელი ენერგიის მქონე კაცი, რომელმაც ნულით დაიწყო ყველაფერი. ტოლემედან ღაზის ბრძოლის მერე 1200 კაცი წამოვიდა, დაიბრუნა ბაბილონი და მე მთელი ზემო პროვინციები დაიბრუნა და ანტიგონეს საბრძანებლო თითქმის განახევრდა. მაგრამ ანტიგონე იძულებული გახდა, მას სასწრაფოდ ჭირდებოდა სელევკოსთან კავშირი და ზავი.
და დაზავდნენ. ასე დამთავრდა დიადოხოსების მესამე ომი. ამას უпроსოდ ბაბილონის ომს ეძახიან სელევკოს და ანტიგონეს შორის დაპირისპირება. ეს არის 309 წელი და კიდე ამ წელს მოხდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ტრაგიკულიც. ანუ თითქოს და საყოველთაო მშვიდობა არის აღმოსავლეთში, დასავლეთში, მაგრამ ერთი ამბავი ხდება, გაგახსენებთ, სარდეში არის დედოფალი კლეოპატრა, ქვრივი დედოფალი ალექსანდრე მაკედონელის და დედით და მამით არგიადი, ანუ ღვიძლი და. გახსოვთ, რომ ის თავის დროზე იყო ეპირის დედოფალი, მერე მისი ქმარი ალექსანდრე მოლოსელი სამნიტებთან ბრძოლაში დაიღუპა, მერე უნდა ეკორწინა პერდიკასთან, მერე პერდიკა მოკლეს, მერე ევმენე ჩავიდა მასთან სარდეში, დახმარება თხოვა, ანუ შორს დაიჭირა თავი ამ მაკედონელებს შორის დაპირისპირებაში, კლეოპატრამ თქვა, რომ მე ნუ ჩამრევთ და ეს დიდებული დედოფალი აქ არის სარდეში. მისი ხელი უნდოდა ყველას. ანტიგონესაც უნდოდა, კასანდრესაც უნდოდა, სანამდე თესალონიკეს მოიყვანდა ცოლად. ლისიმაქოსაც უნდოდა და უნდოდა პტოლემესაც. კლეოპატრა ამ დროს 40 წელს გადაშორებულია უკვე, მაგრამ ყველა სჭირდება მისი ხელი, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მოკლე გზა ტახტთან. სამეფო ლეგიტიმაციის. კლეოპატრამ თავის დროზე უარი თქვა კასანდრეს ცოლობაზე, იმიტომ რომ კასანდრე არ უყვარდა და ანტიპატრეს ოჯახი არ უყვარდა. მიზეზი არ ვიცით ლისიმაქესთან რატო არ გამოვიდა, მაგრამ ჩვენ ვიცით დანამდვილებით, რომ 309 წელს ის წესით უნდა წაყოლოდა ცოლად პტოლემეს. პტოლემეს დაეთანხმა. ვიცით საკმაოდ ისეთი შეზღუდული ინფორმაცია, ვიცით, რომ პტოლემე ფლოტი გააგზავნა ლიდიაში, რომ კლეოპატრა უნდა ჩამჯდარიყო და უნდა წამოეყვანა და უნდა ეკორწინა. მაგრამ გვაქვს ასეთი ცნობა, რომ ამის შესახებ გაიგო ანტიგონა და ასეთი უცნაური ცნობა არის, რომ ანტიგონემო არ გაუშვაო კლეოპატრა და მიიყვანა ასეთი ზუსტად მიიყვანა სიკვდილამდე მსახურმა ქალებმა ანტიგონეს დავალებით. აი მიიყვანა სიკვდილამდე მსახურმა ქალებმა, რას ნიშნავს გიორგი, არ ვიცით. დიოდორე სიცილიელს აქვს ეს ცნობა, რომ მიიყვანა სიკვდილამდე, ანუ თვითმკვლელობაც არ უწევია. მიიყვანეს სიკვდილამდე ანტიგონეს ბრძანებით მსახურმა ქალებმა. კიდევ ასეთი ადამიანი შეეძირა ამ საქმეს, დედოფალი კლეოპატრა მოკვდა. სამეფო ოჯახი და ორია დარჩენილი. ალექსანდრე, უპროსოდ მეფე ალექსანდრე მეოთხე და მისი ნახევარდა თესალონიკა, რომელიც კასანდრეს ცოლი. აი როგორ იკლებს, მაგრამ მერე არის ასეთი ცნობა, რომ თითქოს ანტიგონეს უნდოდა რეაბილიტაცია თავის რომ მას არ დაბრალებოდა და მერე იგივე დიოდორე სიცილიელი გვეუბნება, რომ ანტიგონემ დაახოცია ის მოახლე ქალები. ახლა არ გაუჭირდებოდა ახლა თავისი უყვალი შეიძლება გააქრო მონაწილეობაში. და დიდი პატივით დაკრძალა კლეოპატრა, ასე რომ ძვირფას მეგობრებო მაქსიმალურად შემოკლებით ჩვენ ვილაპარაკეთ ახლა დიადოხოსების მესამე ომზე, რომელიც ფაქტიურად ფრედ დამთავრდა, ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა, აღმოსავლეთში გაჩნდა ახალი სუპერძალა, ეს სელევკოსი. და ეს კიდე ცალკე სასწაულებს იზამს. ხო, მოცემულობა გვაქვს ეგეთი რა, რომ პრინციპში დიდხანს ეს მშვიდობა არ გაგრძელდება. ძალიან მალე განახლდება ომი. ანუ სელევკოსი, პტოლემე, ანტიგონე, ლისიმაქე
ასანდრე. აი ხუთნი არიან. ხუთნი ხო ასანდრე უკვე აღარ არის ძალა. ხო, ანუ 1 2 3 4 5 კანდიდატი დარჩა ამ ოლიმპიურ სისტემაში რა და ასე დამთავრდა ეს ამბავი ისევ ტრაგედიით არგიადების უკვე ყველა ლექციაში ჩვენ თითო არგიადის სიკვდილის შესახებ გავიგებთ და კლეოპატრა დიდებული დედოფალი ასე მიიყვანა სიკვდილამდე ანტიგონეს მიერ დანიშნულ მოახლე ქალები. ასეთი ცნობა გვაქვს და ხოთეშორის ეს ერთ რამეზე მეტყველებს რომ არგიადების სიკვდილის შესახებ ძალიან ცოტა ცნობები რატო არის, იმიტომ რომ ამათმა გააქრეს და ესე ყველა დამნაშავეები. ყველა გარეული იყო მონაწილე. ანუ როცა რაღაცა იწერებოდა მინიმალურამდე იყო დაყვანილი ეს, ნუ ეს მარტო დიოდორეს აქვს. თორე ჩვენ არ გვეცვენებოდა დედოფალი კლეოპატრა როგორ მოკვდა. დიოდორე გვიანია. ასე რომ ძვირფას მეგობრებო, შემდეგი ჩვენი მოგზაურობა იქნება ყველაზე დიდი და გრანდიოზული და მასშტაბური ბოლო ომი დიადოხოსების, ეგრეთ წოდებული მეოთხე ომი, დიადოხოსების მეოთხე ომი, რომელიც საბოლოო ჯამში გადაწყვიტავს ამ მემკვიდრეების საკითხს და ძალიან საინტერესო იქნება. დიდი მადლობა. მადლობა შენ გუბას. რაღაც ისეთი უბრალოდ ექსტრემალური კი არა, წარმოუდგენელი სისწრაფითა და წარმოუდგენელი მანძილის გადალახვები და ლექციის გმირი აშკარად სელევკოსია რა. სელევკოსი, თუმცა აქვე ვნახეთ ძალიან საინტერესო ეს პოლიტიკური კოალიციები, უზარმაზარი გადაჯგუფებები ძალების და მართლა ძალიან საინტერესო და თვალსაჩინოდ ამავე დროს ამ რუკებს შორის განსხვავებითაც კარგად ჩანს როგორია ახალი პოლიტიკური გადანაწილება და გავლენის ზონები. ფერთა რაოდენობა იკლებს უკვე. და მნიშვნელოვანი, აი მაურიების იმპერია გამოჩნდა. ამაზე შემდეგ ლექციაში გვექნება ჩვენ. იმიტომ რომ სელევკოს და ჩანდრაგუპტას შორის მოხდება დიდი ამბები. ჩანდრაგუპტას ამბავი წინ გველის. აუ ის მაგარი კაცი იყო. კი ბატონო. დაამშვიდობა ჩვენს მაყურებელს, მადლობა უთხრათ, ფაქტობრივად 2 საათი ჩვენთან ერთად გატარებისთვის და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს კვლავ ერთ კვირაში, სანამ დავამშვიდობებით ერთმანეთს, თუ მოგვიანებით შემოგვიერთით, ან ხართ ისეთი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი, დროების YouTube არხი არ გადადოთ, ეს თქვენთვისვე და მათ შორის ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი აქტი გამოიწერეთ დროების YouTube არხი და იმოგზაუროთ ჩვენთან ერთად წარსულში ისტორიკოს გუბას სანიკიძესთან ერთად. მოიწონეთ ეს კონკრეტული გადაცემაც და გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს და ნაცნობებს. მადლობა, ნახვამდის. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.